სულად ვერთვებით პირდაპირ ეთერში მე დავით ნემსაძე ვარ, ჩემი სტუმარი კი საქართველოს შეერაღებული ძალების საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ბატონი გოჩა ვეტრიაკოვია ამერიკიდან. ჩვენ დღეს მივიხილავთ ტრადიციულად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და გვექნება ამის სამხედრო პოლიტიკური გასჯა, ვინც უყურებს ამ ვიდეო ბლოგს, თხოვნა იქნება ჩვენი გააზიაროს, მოიწონოს და გამოიწოროს გვერდი და თუ არა გაუზიაროს სხვას. მოგესალმებით ბატონო გოჩა, როგორ ბრძანდებით? მოგესალმებით ბატონო დავით, მოგესალმებით თქვენს მსმენელს, მაყურებელს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბარი სწორად იქნება გაგებული, ჩვენ არ გვაქვს ობიექტურობის, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტების დამდგენის რაღაცა ჟინი რაღაც ასე მოგვისმინო და ასე არის და სხვანაირად არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი აზრი გამოვთქვათ, სუბიექტური აზრი, ასე ვთქვათ. და მხოლოდ ეს და ეს ჩვენი პირადი აზრი არის, რომელიც ჩვენ გვინდა გაუზიაროთ სხვას, ჩვენი გულის ტკივილი, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ჩვენი ხალხის გარშემო და ჩვენი მომავალზე უნდა ვიფიქროთ. მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ, როგორც ხვალე. თუმცა ეთქობა დავიწყოთ, ბატონო გოჩა, რომ დღეს სუბიექტური აზრის ქონა საქართველოში სერიოზულ დანაშაულად ითვლება. შეიძლება დაგითხოვონ სამსახურიდან, გამოგაგდონ შეერაღებული ძალებიდან, პოლიციიდან და ნებისმიერ ბოლოს შეიძლება ქვეყნიდანაც გაგაგდონ, თუ შენი სუბიექტური აზრი ნამედანი სახელმწიფოებრივია. სამწუხაროდ ეს პრობლემა საქართველოში ყოველთვის იყო, ვისიანი ხარ, ვისი გორისა ხარ, ეს სხვანაირად არის გაგებული, ასე ვთქვათ. ის იმისიანია, ეს ამისიანია, ის იქიდან არის, ის აქედან არის, ის იქაური წავსულია, ეს აქეთავ და ეს არის საშინელება. ეს არის ყველაზე დაბალი დონის ურღობის ჯეკლასის პოლიტიკოსების საქმე და საერთოდ არ არის მაგაზე გამახვილება ყურადღები, თუ საქართველოში ეს ხდება, ეს არის საშინელება უკვე ჩვენი ქვეყნისთვის. და ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. ზოგადად მოქალაქეობა რა არის? ეს არის ერთგვარი კონტრაქტი სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის, როდესაც მოქალაქე მუშაობს, სახელმწიფოს უხდის ეგრეთ წოდებულ გადასახადებს, სამაგიეროდ მისგან ითხოვს როგორც სოციალურ უზრუნველყოფას, ისე უსაფრთხოებას და ისე სამედიცინო დაზღვევას, ხო? და საერთო ჯამში ეს კრავს სახელმწიფოსა და მოქალაქეს როგორც ერთ ორგანიზმს და მით უმეტეს თუ ამ კომპონენტებს აერთიანებს ეროვნული აბორიგენული არსებობა მისი ამ ტერიტორიაზე, ეს ქმნის უკვე ნაციონალურ ჩამოყალიბებულ ერთობას, ხო? ახლა ეს შეიძლება შორს მიყავდეს ამ საკითხებს, მაგრამ საქართველოში ამდენ ყველაფერს რო ეხებიან, ერი უკვე გაისრისა, გაეროს მონაცემებით უკვე 20 წელიწადში გვიწევდა მომაკვდავ ერთა სიაში შესვლა და მე მგონი უკვე შევედით მეორე გვარი სიმრავლით მამედოვია ჩვენ ქვეყანაში. ღმერთმა გაუმარტოს მამედოვებს, ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ თქვენი ჭირიმი აგერ აზერბაიჯანში გამრავლდით რა და საქართველოში ეს რეალურად პრობლემა არის. ბატონო გოჩა, კარგი იყო ეს ლირიული გადახვევა თქვა, ასეც ვერ დავარქმევ რა, სამწუხაროდ ამას, მაგრამ ეთქობა შესავალი პერფორმანსისთვის შეიძლება ადეკვატური იყოს ეს საუბარი, ირონია უფრო რა, მწარე ირონია რა. ჩვენი ბედის ერის მწარე ირონია, მაგრამ ამ დროისათვის ჩვენს ქვეყანაში ისევ და ისევ ბობოქრობს მსოფლიო მოვლენები. ჩვენ თურმე ყოფილვართ ჭიპი დედამიწის და ნაცვლად იმისა ჩვენი ერი დაკავებული იყოს და ის ხელისუფლება და ის ოპოზიცია, რომელიც ამ ერს მართავს 3,800,000 კაცს მართავს, დაკავებული იყოს ლოგისტიკური საქმეების მოწესრიგებით, ზრუნვით საკუთარ მოქალაქეებზე, ეგერ არ არჩევენ რა ხდება ამერიკასა და უკრაინაში, როგორ გარიგდნენ ტრამპი და პუტინი ერთმანეთთან, როგორ დარჩა მარტო ევროპა და ვიღუპებით ახლა ჩვენ და ჩვენ უკვე გავასახეთ, ძირითადად ჩვენ ვის გულისხმობ რა, საქართველოში ოპოზიციურმა ნაწილმა როგორი სურათია, იცით, უკვე თავი გაასაღა ტრამპთან მებრძოლ იაკობად და ხელისუფლება უკვე ტრამპისტია. გესმით თქვენ რა ხდება რაშიას საქმე და ამერიკაში გამოქცეული ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, რომელიც ატრიალებს მაგერ ტრაილერის როლს, თუმცა ამაში სამარცხვინო არაფერი არა.
აგინებს ამერიკის პრეზიდენტს ყველაფერს და ეუბნება შენი პრორუსი დედა. იქედან აქეთ მეორე მიშამშვილდაძე აგინებს, რომ ტრამპზე მეტი გარყვნილი პრორუსი არავინ არ არის და ნუ მოკლედ ამერიკის პრეზიდენტზე უფრო დიდი ამერიკელები არიან ჩვენს ქვეყანაში და მთელი ერი დამდგარა და პირღია უყურებს ამათ თამაშებს და ეს განცდები თქვენი აზრი, თქვენი ემოციური განწყობა, თქვენი რეალისტური შეხედულება, თუნდაც სუბიექტური აზრი ამ ყველაფერთან მიმართებაში სად არის, როგორია, რა შეხედულებები გაქვთ? თქვენ ჯერ თიმიდან დავიწყოთ, დავით, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ერი ვართ, მაგრამ მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, მნიშვნელოვან ადგილზე და ჩვენ უნდა ვფიქროთ პირველ რიგში ჩვენ თავზე. ჩვენ რა გვაწყობს, რა ინტერესები გვაქვს, რა პრაგმატული გათვლები უნდა გქონდეს, რომ ჩვენ გადავრჩეთ ამ ორ ტრიალში, როდესაც საერთაშორისო სამართალი არის განულებული. და სანამ ახალი რამე წესრიგი ჩამოყალიბდება. ეს ერთი. მეორე, ამერიკაში რაც ხდება, ეს თქვათ ამ შემთხვევაში, აგიღოთ თქვათ პრეზიდენტი ტრამპის ქმედებები, რომელმაც ერთ თვეში იმდენი რამე გააკეთა, რასაც ბევრი პრეზიდენტი 4 წელიწადში ვერ ასწრებს. ამდენი სკანდალები, ამდენი გადაწყვეტილებები, ამდენი რაღაცა. და ნუ დაგავიწყდებათ ერთი, რომ ბატონი პრეზიდენტი გარდა იმისა, რომ ბიზნესმენია მეტნაკლებად წარმატებული, ასევე არის კარგი შოუმენი, რომელიც 80-იანი წლებიდან შოუ ბიზნესში არის. და მისთვის ეს არის იგივე წარმოდგენა, ისევე როგორც ზელენსკი. და თქვათ ეს მისი წარმოდგენა, თქვას რაღაცა მანტაში უნდა დაუკრას, ვიღაცას უნდა ეჩხუბოს, მედიის ცენტრში უნდა იყოს, ყურადღების ცენტრში უნდა. ეს მისი სტილია მუშაობის, ასეთი. ეს ერთი, მეორე, ამერიკაში რაც ხდება, ეს ყველაფერი ყოველთვის იგეგმება გარკვეული რამდენიმე, ასე ვქვა, მინიმუმ 1-10 წლის ადრე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ითვლება, ყველაფერი გადადი ურთავს ეკონომიკას, ითვლება ფული და ეს გეგმიური გადასვლები ნელ-ნელა ეს ფორმდება, თქვათ, აი წარმოიდგინეთ თქვენ გამოიძახეთ Yandex ტაქსი ან რაღაცა ეგეთი ტაქსი, ხო? თქვენ დღეს ეხლა ამ წუთას გადაწყვიტეთ, რომ წახვიდეთ სადღაცას ნახოთ რაღაცა, გამოიძახეთ ტაქსი, მაგრამ გადაიფიქრეთ ვიღაცა, მეორე გამოიძახეთ, მაგრამ თქვენ იძახებთ და ვიღაცა მოდის, ხო? იგივეა როგორც აქ, საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ეს ცვლილება უნდა მოხდეს ამ დროს მოხდა, რომ ბატონი პრეზიდენტი გახდა ტრამპი. ბატონი პრეზიდენტი არის ტრამპი ამ შემთხვევაში. შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი, მაგრამ ეს ცვლილებები, რაც ახლა ხდება, ეს მოხდებოდა ნებისმიერ შემთხვევაში. უნდა მომხდარიყო გადახალისება, ეს USAID-იც უნდა შეცვლილიყო, მათი პროგრამებიც უნდა შეცვლილიყო. მთლიანად იმიტომ რომ ამან აჩვენა თავისი მინუსები, იმიტომ რომ ის რეალობები, როდესაც ჩამოყალიბდა ეს სამსახურები და ჩვენ უნდა ვთქვათ რეალურად, ესენი იყვნენ სადაზვერვო საზოგადოების ნაწილი, ძირითადად და სხვა მეტი არაფერი. აკეთებდნენ ალბათ კარგ საქმეებს, შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ ძირითადად ეს მათი ინფორმაციის მოპოვების წყარო იყო ერთ-ერთი. ეს მუშაობდა ცივი ომის პერიოდში ძალიან კარგად. მერე გაზულუქდნენ ამ ბოლო 30 წელიწადში, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე დაკარგეს და არ იცოდნენ რა ეკეთებინა და აკეთებდნენ 1000 სისულელეებს, LGBT და 1000 რაღაცეებს თავაზობდნენ რაც მიუღებელი იყო მსოფლიოს საზოგადოებაში. ეს ძალიან კარგად ხედავდნენ ამერიკელებიც, რომლებიც არიან ძირითადად პოგიტანული სახელმწიფო არის, 90%. არ შეიძლება ამის იგნორირება და მიუღებელი იყო და ეს ცვლილება უნდა მომხდარიყო, ეს ხალხი უნდა დათხოვნილიყო, ახლიდან უნდა დაინიშნოს ეს ყველაფერი, სისტემა გადახარისდეს და ამ გადახარისების პერიოდში ეს ვიღაცას უნდა მიეწეროს, ასე ვთქვათ, გინდა დადებითი კუთხით, გინდა უარყოფითი კუთხით და დღეს ეს დადებითი და უარყოფითი პიროვნება არის ბატონი ტრამპი, რომელიც ამას ახორციელებს თავის გუნდთან ერთად. მაგრამ ნუ დაავიწყდება ნურაფეს, რომ აქ სისტემა მუშაობს და არა პიროვნება. სისტემის წინააღმდეგ ძალიან რთულია წახვიდე გინდა საქართველოში. ხო, მაგრამ მესმის ახლა თქვენი საუბარი, მაგრამ კობე სუბელიანი განიცდის მაგას ძალიან ამერიკაში ყოფილი მინისტრია ჩვენი ამხელა ბუმბერაზი პიროვნება შეირღა, რომ არ მოწონს ტრამპის გადაწყვეტილებები. გესმით ბევრ ამის. თუმცა მე თქვენ ალბათ თქვენს მონოლოგს დავამატებდი იმას, რომ გარდა იმისა, რომ შეიძლება შოუმენია ტრამპი, გარდა იმისა, რომ ბიზნესმენია, ის 5 წელი სწავლობდა სამხედრო სასწავლებელში და მას გარკვეული დისციპლინაც აქვს, სიმკაცრეც აქვს, მომთხოვნიც არის და კობა სუბელიანისნაირი არც მინისტრი არ იქნებოდა არასდროს და არც სააკაშვილისნაირი.
მაგრამ დავით, აი ახლა მაგას სწორია რომ აღნიშნეთ, ეგა ყველა აქ შეძლებული ადამიანი, მაღალი კლასის წარმომადგენელი კლასებიდან თუ ავიღეთ, ყველა ვალდებულად თვლის, რომ თავისი შვილი ბიჭი სწავლობდეს გასამხედროებულ სასწავლებელში. ეს სამხედრო სასწავლებელი, რომელიც ეს იყო როგორც ჩვეულებრივი, აი ჩვენთან ადრე საბჭოთა კავშირის დროს იყო სუვოროვის სკოლები, ან ნახიმოვის სკოლები. აი მაგ სტილში უნდა გაევლო და აქ მიღებული იყო ესა და ეს ყველას უნდა როგორი თან არ არის ეს აუცილებელი, მაგრამ ბავშვი რო დისციპლინირებული იყოს და არა გაზულუქებული ამ ფულით და იმით, ეხლა მამამისი რო გარდაიცვალა, ბატონ პრეზიდენტს დაუტოვა $400 მილიონი და $400 მილიონი ეხლა თქვენს გახდებით რაღაცას გააკეთებთ, ხო? მით უმეტეს თუ სწორად ახლა გაქვთ ყველაფერი დასწავლი. ხო და აქ მაგას დიდი მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მაგიტომ ბატონი პრეზიდენტმა ეს გაიარა ეს სკოლა, ეს დისციპლინირებული პიროვნებაც არის და გამოიყენა ეს ყველაფერი ბიზნესში. და შემდეგ 6 ჯერ გაბანკროტდა და 6 ჯერვე ადგა, ასე თქვა, დადგა ფეხზე. ეს ძალიან რთული არის ამერიკაში. ნუ ფაქტია, რომ მას აქ საოცრად სერიოზული პრეისტორია გავლილი თავის. მან დაწერა თავისი ხელწერა გააკეთა როგორც მის პირად ცხოვრებაში, ისე მისი ქვეყნის ცხოვრებაში და ეხლა უყურებ, რომ მას მხოლოდ ამბიცია აქვს დაწეროს მსოფლიო ისტორია. რამდენად გამოუახლა ეს სხვა საკითხია, მაგრამ აი წარმა ერთ ბოდიში ერთ თემას დავამატებ, რომ მიაღწიო იმას ამერიკაში, რომ იყო ისეთი დეველოპერი და ისეთი მშენებლობები აწარმოე, რომ შენ პოსტის სამსახურმა მოგანიჭოს შენი საპოსტო ინდექსი, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ხო, მაგრამ ეხლა ნუ რა ვქნათ, ყასობელიანი წუხს, იმაზე ამერიკის ბედზე წუხს, როგორ გადარჩება ამერიკული საზოგადოება ამ ხელა კოშმარისგან და რა ვიცი, მე მაინც ქართველი კაცია ყობასუბელიანი და შემიძლია ურჩიო თქვენი აგერ თქვენთან ერთად ეთერში იმყოფება თუ არ მოსწონს ამერიკაში რულისტრიალი წავიდეს ჩელიაბინსკში ან ტურხანსკი კრაიში და იქატრიალოს კამაზი და დაუტოვოს სხვა ვინმე ქართველი ემიგრანტს მაგრული მაგ და რამენაირად დააბრუნებენ. ეს ისე ხუმრობით ახლა, მაგრამ იცით რა არის ისეთი ჟამი დადგა გეოპოლიტიკურად რა თქმა უნდა მძიმე და მაგრამ საჭიროა რაღაცნაირად ცოტა სუბუქად შეხედო მოვლენებს რა, ასეც არ შეიძლება რა. აი, როდესაც საქართველოში თქვათ ჩვენი სუბიექტური აზრების გამო ხდებოდით რუსეთის აგენტები. აი ესე მოგაკრავდნენ ასეთი ბირკას მოგაკრავდნენ შენ რუსეთის აგენტო შენა. მერე დაძვრებოდნენ ამერიკის საელჩოში და ამერიკის ელჩი შეუგნებოდნენ. აი შეხედეთ ის რუსეთის აგენტია, ეს რუსეთის აგენტია, ის რუსეთის აგენტია. ფაქტიურად რა ხდება, იცით? იმ ეროვნული რიტორიკისთვის, საზოგადოებრივი რიტორიკისთვის, რაც ჯანსაღია და სახელმწიფოებრივია ნებისმიერ და უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ამ აზროვნების გულისთვის გრიყავდა ის ხალხი, ვინც ფინანსდებოდა ამ USAID-დან და რა თქმა უნდა შემდეგ ეს ხალხი დაძვრებოდა ამერიკის საელჩოში და გრიყავდა ფაქტიურად რაღაც იქ მოუსავლეთში რა. დღეს აი ეს ბუმერანგი დაბრუნდა მათ თავზე და ამერიკას ხავს პრეზიდენტი, რომელიც იმაზე დიდი რადიკალია ბრჭყალებში რა, რომელსაც ესენი ნებისმიერ მიმართულებაში საქართველოს მოკალათეებს უსახებდნენ ამერიკის საელჩოს რუსეთის აგენტებად რა. ფაქტიურად მოხდა ძალიან დიდი ამოტრიალება, გინდა განახლება და არ ქვით ამას, გინდა მოხდა ის, რასაც ვერასოდეს ესენი ვერ წარმოვიდგენდნენ რა, ეს ხო ფაქტია. ეს ჩვენ ბატონ დავით ვართ გადმონაში საბჭოთა კავშირი კი დაიშალა 30 წლის წინ, მაგრამ 30 წელი ხო არაფერი არ არის ახლა. და ეს ყველაფერი არის ცივი ომის, ასე ვთქვათ, სინდრომი. და რომელიც ყველა ჩემი თაობა მაგალითად და შეიძლება ჩემზე ცოტა ახალგაზრდაც დაავადებული იყო ამ სინდრომით. და მით უმეტეს რომ საქართველოს გამოიარა რთული პერიოდი 90-იანები, ეს სამოქალაქო ომი, ეს აფხაზეთში რუსეთთან ომი და ასე სამარშალო და ამან დაღი დაასვა და ამას იყენებდნენ. რომ ყველაფერი ცუდი უნდა მიაწერო რუსეთს. ნუ მე რა, ეხლა ჩვენი პროკურორი რო ფულს იღებს და გამოძიებელი ფულს ძალავს და იქ რაღაცის გზით გასარემონტებელ ფულს რო იპარავენ, მე რა, ეს რუსეთია დამნაშავე. ჩელიაბინსკის დირექტორი არის დამნაშავე ალბათ, რა ვიცი. და მაგიტომ ჩვენთან ეს ძალიან დომინირებდა და მუშაობდა. და უნდა ვაღიაროთ ისაც, რომ ამერიკელებიც იგივე სიტუაციაში იყვნენ. ამათვისაც ყველანი ვინც კი ეს
საბჭოთა კავშირიდან არის ყოფილი, ან უშიშროების აგენტია, ან კრიმინალი არის, ან რაღაცა ესე რა ქვია, ოლიგარქისტები არიან, ან რაღაც ეგეთები. და ეს მუშაობდა ვიღაცა მოვა გეტყვის იცით რა არის ეს ასეთია ის ასეთია და ეს იქაც საკმარისად ასეთივე ჭკვიანები ისდნენ როგორც ჩვენთან და იჯერებდნენ ყველაფერს და ისევე როგორც პირიქით ხო აგიტომაც ემის უკვე მაგრამ გავიდა ეს საბჭოთა კავშირი დაინგრა მე გეტყვით მეცაც რა ბატონ დავით 98-ში 97-ში 18-ში როდესაც მუშაობდით უკვე ახალ პროგრამაზე განვითარების პროგრამაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების და განსაკუთრებით მესაზღვრეების მიმართულებით სფერასაც ვაკეთებდით ჩვენ ძალიან კარგად მე ვიცოდი ძალიან კარგად მაშინ რომ ჩვენ არავითარი ნატო არ დაგვესიზრება საერთოდ იმიტომ რომ ვიცი ეს სისტემა როგორ მუშაობს და სამხედრო გეოგრაფია ვინც იცის ვინ ჩახედულია სამხედრო გეოგრაფიაში ისაც გეტყვით მაგას რომ შეუძლებელია საქართველოს არ არის საჭირო ნატოში არავის არ სჭირდება არაფერში ჩვენ არა გვაქვს დიდი ტერიტორია ჩვენ არა გვაქვს სერიოზული რაღაცა მით უმეტესად თურქეთი ამხელა დამწყმელი ძალა არის აქეთ ნატოსთვის ეს გასაგები იყო თავიდანვე მაგრამ ცინიზმი რომელიც მოდიოდა ორივე იქიდანაც და რომელიც აქედანაც და შესახვედრია ასე ვთქვათ ცინიზმი შეიძლება დავარქვათ ან რაღაცა მოტყუება თავისაც საკუთარი თავის მოტყუებასაც არ დავარქვათ ეს მიზანმიმართული ქმედება იყო რომ ჩვენ ვამბობდით რომ ხო გვინდა იმიტომ რომ მიგვიღო დახმარება და ჯვარი აგოშენებინა სასაზღვრო სისტემა მოგვეწესრიგებინა, საბაჟო სისტემა მოგვეწესრიგებინა, ეს საპატრულო და ეს რო შეიქმნა ეს ყველაფერი ამერიკული, ბრიტანული და ევროპელების დახმარებით მოხდა ეს ყველაფერი. გარდაქმნა მომხდარიყო. ისინიც შეიძლება ცინიკურად გვექცეოდნენ, რომ ფიქრობდნენ ჩვენ გამოვეყენებინეთ რაღაცა, მაგრამ სანამ გამოვეყენებინეთ, ჯერ უნდა მოაწესრიგო ის ადამიანი, რომ მე გაუშვა, ასე ვთქვათ, ბრძოლაში, ხო, ასე. მაგრამ ჩვენ გვინდოდა ეს მოწესრიგება, იმიტომ ჩვენ კაპიკი არ გაგვაჩნდა, არც ფული გაგვაჩნდა, არაფერი არ კავშირი გაგვუნკია, ელემენტარულად ბოტასებითი დადიოდნენ ჯარისკაცები თქვენ გახსოვთ მაშინ. იგი როგორ არ იყო, საჭმელიც არ იყო. მე ხლა მესაზღვრეებში ვიყავი მაშინ, სანაპირო დაცვის მეთაური, როდესაც ვიყავი ფოთში. მაშინ მოყურებდი, ჩემი მეზობლები იყვნენ, ახლა საზღვაო ძალები მაშინ. არ იყვნენ კარგ მდგომარეობაში. ფაქტიურად ნახევრად შივრები იყვნენ ჯარისკაცები. ჩვენ გქონდა საშუალება, ჩვენ კარგი მომარაგება გქონდა მაშინ და ვეხმარებოდი ხოლმე ჯარისკაცებს უნაწილებით ან რაღაცა რაც ხდებოდა, ერთად ვიყავით მაგის. ძალიან რთული არ იყო საშუალებები. მაგიტომ უნდა გვეთქვა ხო გვინდა ნატო, რატო ვამბობდით მაგას? იმიტომ ვამბობდით რომ მიგვიღო ის 34 ცურავი ერთეული მივიღეთ ბატონო დავით. 34 ცოტა არის, ცუდია, კარგია. მივიღეთ ეს ცურავი საშუალებები შეიძლება არ იყო ის პირველი კლასის რაღაცა პირველი რანგის გემები და რაღაცა სარაკეტო დამწყმელი რაღაცები, მაგრამ ეს გვაძლევდა საშუალებას ჩვენი პირადი შემადგენლობა მოგვემზადებინა, ჩვენი მატროსები, ჩვენი ელექტრიკოსები, მატორისტები, შტურმანები, კაპიტნები, ასე ვთქვათ, მოგვემზადებინა ზღვაში გასულიყვნენ, სწავლებებში ჩართულიყვნენ, რომ ზღვა ეს მუდმივი მოქმედება, მუდმივი სწავლება, მუდმივი, ასე ვთქვათ, დახვეწა საკუთარი პროფესიონალიზმის, სხვანაირად შეიძლება მე ვერ შევადარებს ხმელეთზე თქვენ უკეთესად იტყვით მართლაზე, ეს მნიშვნელოვანია. და როგორ უნდა გაგვეკეთებინა ეს? მხოლოდ ერთადერთი ეს გვეთქვა რომ გვინდა იქ, ვიცი რომ იქ არ მოვხდებით, მაგრამ იქიდან მოდიოდა ეს დახმარება, რომ ჩვენ ეს ვქონოდა ეს ყველაფერი. და არა, იმიტომ რომ და სხვათა შორის, აი მაგასაც გეტყვით, აი კიდევ თქვენ ბატონი პრეზიდენტი შევარდნაძე მაშინ პირადად რო დაუკავშირდა პუტინს, სანამ დაიწყებოდა ეს ყველაფერი, 98 წელი იყო თუ რაღაც შეეკითხა რომ აი ესე და პუტინმა მაშინ უთხრა მგონი 2000 წელი იყო რაღაცა უთხრა რომ თქვენ ის ამერიკელებმა დაგეხმარონ უკვე ჩვენ არ გვაქვს საშუალება დაგეხმაროთ. მაშინ რუსეთთან იყო ხელშეკრულება რომ რუსეთი უნდა დაგხმარებოდა ჩვენი ჯარის შექმნაში, აი როგორც კურსანტების გაგზავნა, მომზადება ოფიცრების და ნაწილობრივ კეთდებოდა რაღაცა 90-იანი წლების ესე ვთქვათ ბოლოს. მაგრამ ჩვენ ჯარს არაფერი არ ეთყობოდა, არც არაფერი არ ქონდა და არც იმათ ქონდათ მაგის საშუალება და ყავს არ ქონდა გულგან ქონდაო ესეთი ვარიანტი. ხო და პუტინმა ძალიან კარგად იცოდა 100% დარწმუნებული კი არ, ნუ იცოდა ეს ნორმალურმა ის რომ საქართველოს ნატოში 100 წელი არ მიიღებდნენ. ვერც მიიღებდნენ, იმიტომ რომ არ იყო საჭირო საქართველოს იქ, მაგრამ მოდიოდა დახმარება და ასე თქვათ იყო, ასე თქვათ ჩუმი გარიგებაც არ შეიძლება ითქვათ ცინიზმის იმათი მხრიდან, ცინიზმი ჩვენი მხრიდან, მაგრამ ორივეს გვაწყობდა, ხომ იცით ეს დიპლომატიაში არის ასეთი
სვლები შეიძლება წააგო, მაგრამ რაღაცა მოიგო. ასე თქვა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულება და ჩვენ ჯარი როგორ უნდა დაგვეყენებინა ფეხზე. ფლოტი როგორ უნდა დაგვეყენებინა ფეხზე. ავიაციისთვის როგორ უნდა შეგვექმნა შესაბამისი პირობები, მაშინ სპიროკეზების გადმოცემა რომ მოხდა, რამდენი ადამიანი მომზადდა ამერიკაში, ფრინავები, ტექნიკოსები, ბორტმექანიკები, რა ვიცი, ვინები, სპეციალისტები. მე მახსოვს 2001-ში აქ რო ჩამოვედი, რა ვიცი, 100-ზე მეტი ადამიანი ემზადებოდა ავიაციიდან მარტო და ერთი ადამიანის მომზადება ავიაციაში ერთი მფრინავის რამდენი ჯდება, წარმოიდგინეთ. ზუსტად გეტყვით ეს სტატისტიკურად დაცვლილია და 75 კილო ბაჯარო ოქრო ჯდება ერთი მფრინავის მომზადება. საქართველოს სას ქონდა, ეხლა ერთი ფრენებია, მართალია ეს არ არის რაღაცა F-16-ები, თქვათ მაგის ნახევარი ჯდებოდეს. მაგის პოლიც არ ქონდა ჩვენ. ისიც თუ არა გვაქვს და ვერ შევძელით, ეს არის ჩვენი ანტისახელმწიფოებრივი გააზრებებიდან და ქვეყანაში მინისტრები იცვლება, ერთმანეთს უწყებებს არ აბარებენ, პირიქით ერთი მოვიდა, წავიდა, ერთმა იშოვა, მეორემ უნდა იშოვოს. აი ესეთი გააზრებით იცვლება თავდაცვის მინისტრები საქართველოში და ესა ივანიშვილი ბოლოს ისეცვლიდა თავდაცვის მინისტრებს საერთოდ არ აინტერესებდა თვითონ თავდაცვის სამინისტროში რა მოხდებოდა, მას აინტერესებდა უბრალოდ აი ის ტიპი პოლიტიკურად შემდეგ გამოადგებოდა ძალაუფლების შენარჩუნებაში თუ არა ამ პრინციპით იქნა დანიშნული ხიდაშელი, ამ პრინციპით იყო მანამდე ალასანია და ამ პრინციპით იყო დანარჩენი. ახლა ვინც ახავს კიდე ნაალასანიარი ტიპი, ისინიც მაგ ახავს და ამ კაც ახასიათებს მხოლოდ ერთი რაღაცა, რომ ერთი პარტიიდან საჭირო ტიპები გადმოიბაროს მის პოლიტიკურ სტომაქში. ამას მეტი არაფერი არ აინტერესებს. ამას იდეა არ გააჩნია საერთოდ სახელმწიფოებრივი. ჩვენ ვიმყოფებით, შეიძლება კრიტიკული იყოს ჩემგან ამის ასეთი შეფასება, მაგრამ ძალიან დიდი უფსკულისპირ. იქამდე აი ნაციონალურ მოძრაობას რაც არ უნდა გახრწნილი, ცუდი, კრიმინალური ეძახო, გარკვეული იდეის ნაწილი ქონდა თავში. გარკვეული ამას ვერ დაკარგავ რა. კი, იყო. შევარდნაძის დროს იყო იმის ფახური მაინც, რომ სახელმწიფო არ იყო, არ არსებობდა, მაგრამ რაღაცა აი ქონდათ კომუნისტური სისტემიდან ჩადებული კოდი, რომ ეს იქ შეიძლება და ეს იმის იქეთ არ შეიძლება. თუნდაც რომ ლეიტენანტს არ შეეძლო ემართა ვთქვათ პირადი შემადგენლობა. აქ ბიძინა ივანიშვილის დროს ძალიან ცუდად დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი. შემიძლია გითხრათ ეს რა. ეს არის ნაციონალური მოძრაობის გადმობარებული სიმანკიერე, შევარდნაძის კორუფცია და ბიძინა ივანიშვილის მედროვე პროვინციული ინტერესები. ეს არის სამი ეტაპის ნეგატივი არის გამრავლებული, შემიძლია გითხრათ რა. ცუდი შედარება შეიძლება გავაკეთო, მაგრამ კარგი იმათმა ერთმანეთისგან არაფერი არ აიღეს რა. ცუდი, ნაგავზე გადასაყრელი, უკვე უტილიზაციისთვის გამზადებული რაც იყო, აი იმაში აჯობეს ერთმანეთს რა. იმიტომ რომ ფერსამადლე ღმერთსა, ხო მით ძალიან და მაგიტომაც უარყოფითი სელექცია რაც მოხდა საქართველოში, ეს არის მარტო ჩვენი არის პოსტსაბჭოთა კავშირში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასე ვთქვათ, ყველგან ასე მოხდა უარყოფითი სელექცია. და ხალხი არის გატანჯული ყველგან და საქართველოში. ვაჯობა ბატონო გოჩა უკაცრავად რა დამისახელეთ თქვენ ახლა მე არ ვამბობ ისეთ ქვეყნებზე რომლებმაც თავის დროზე უშველეს თავის თავს და საბჭოთა კავშირიდან ეგრე წავიდნენ ევროპის ქვეყნები არიან დღეს. თქვენ დამისახელეთ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო თუნდაც რომელსაც ჩვენზე ძლიერი შეიარაღებული ძალები არ აქვს რა. ჩვენ რეგიონში ყველაზე ჩვენ შეიარაღებული ძალები ყავს იმაზე, აი როგორ გითხრათ, აი დიდ რა ვიცი, დიმპიტაურის დონეზე დარჩენილი. ახლა სამწუხაროდ რო შევადაროთ, შედარებითია ყველაფერი. მე რა ვამბობ, ბიჭები არ არიან მზად, რო არ უნდათ რაღაცა გააკეთონ ან რამე. მე ამაგას არ ვამბობ, მე ვამბობ იმას, რომ ჩვენ არა აღჭურვილობა არ გააჩნიათ. მომზადება არ გააჩნიათ. და არ გააჩნიათ სწორი მართვა, სწორი გენშტაბი არ არსებობს. არ არსებობს კოორდინაციული ნორმები, არ არსებობს საბრძოლო მზადყოფნა სათანადო. მითხარი ბატონო, ბოლო 10 წელიწადში რამდენი სწავლება ჩატარდა ფართომასშტაბიანი საქართველოში ყველა კომპონენტის მონაწილეობით.
ეგეთი რაღაცა საერთოდ არ ყოფილა, იმიტომ რომ პირიქით რაც შემიძლია გითხრათ, გამოაკლდა შეერაღებულ ძალებს საავიაციო დანაყოფები, ეს არის მოიერიში ავიაცია, ესაა შოულფრენების ავიაცია, ფაქტიურად ეს ბიჭები იძულებული გახდნენ სერიოზული მფრინავები სხვა ქვეყნებში წასული იყვნენ, კონგოში დაიღუპა ბევრი ჩვენი გამოცდილი მფრინავი, საერთოდ დაიშალა 25-ების ესკადრილია და ბევრი რაღაცა განადგურდა. ახლა საზღვაო ძალებზე საერთოდ არ ამაქვს ლაპარაკი, საზღვაო ძალების საერთოდ გააუქმეს. ჩვენ ეს იმიტომ მოგვივიდა ეს ბატონო დავით, რომ ჩვენ ნუ ალბათ რა ვიცი ეს შეიძლება იგივე შეცდომა დაუშვით ჩვენ რაც უკრაინას მოუვიდა, მაშინ როცა მემორანდუმით გადასცა ბირთვული არა. რა შეცდომა არის ეს? უკრაინას ბირთვული იარაღი და ჩვენ მაგი არასდროს არ გქონება, როგორ ჩვენთან ინახებოდა ტაქტიკური ბირთვული ქობინები, ქობინები ინახებოდა კი, ქობინები და ესენი იყო განთავსებული როგორც კახეთში, ესევე იქა ეს ყველა ეს იყო. მაგრამ ისე როგორც ბიოლოგიური და ქიმიური, იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე სამხრეთის მიმართულებით იყო მაშინ საბჭოთა კავშირი ითვლებოდა და ეს GRV-ზე ეგრეთ წოდებული რომელიც იდგა საქართველოში სამკავკასიის ასე ვთქვათ მიმართულება ერთ-ერთი აღჭურვილი იყო როგორც დასავლეთ უკრაინა. ერთ-ერთი საუკეთესო ბომბო ტექნოლოგია. ჩვენთან არ იყო ბატონო გოჩა გამშვებები, ჩვენთან იყო ეგრეთ წოდებული სკლადნოი ნაწილი და ქობინების შესანახი ანგარები იყო. არა, ტაქტიკურ დონეზე, სტრატეგიულები ჩვენ არც გჭირდებოდა, იმიტომ რომ პირდაპირ საზღვართან ვიყავით ეგრე იქნებოდა, ნატოს საზღვარი იყო, აგერ თურქეთი მაშინ. და ჩვენი მაგრამ როგორც ვერტალიოტების დაჯგუფება, როგორც ავიაცია, როგორც საზღვაო ფლოტი, თუნდაც ნაწილობრივ რაც იყო მესაზღვრეების მიმართულება, ასევე სადაზვერვო ტექნიკური საშუალებები, აგერ სარცელაში იყო მიმღებები იმაზე იმხელა კოსმოსური ეს ძალიან ბევრი რამე იყო ჩვენთან. რაზეც მე არ ვიცი რა მიზეზით საქართველოს თქვა უარი. მაშინ 90-იან წლებში ეს იყო რეალ გამსახურდიას დროს, მე აი გაურკვევლობის დროს და გადაცემული იყო. ახლა მე მაგას დეტალებზე ვერ ვიწყო, იმიტომ რომ ვინც იყო მაშინ თავდაცვის სამინისტროში ის უფრო უკეთესად ახსნის მაგ მომენტებს რა ხდებოდა 92-93, რა ვიცი 91 წელს. ბატონო გოჯა, ჩვენ გქონდა მყიფე სახელმწიფოება, ფაქტიურად. კი, არავის არ ქონდა ბატონო. რისი არა გასაგებია რომ არავის არ ქონდა, მაგრამ ფაქტიურად სახელმწიფო ახალი გამოღვიძებული რუსიდან იყვნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულიც არ იყვნენ წესიერად რა შეიძლება მიგვეღო როგორც მემკვიდრეობა ჩვენ ქონდა ყველაფერი. ჩვენთან მზადდებოდა ყველაფერი კოსმოსური პროგრამების ჩათვლით. ნუ რა ეს სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი იყო, ის ამზადებდა აინებს რა ქვია, ამერიკული კოსმოსური პროგრამების საწინააღმდეგო საბჭოთა ასე ვთქვათ სისტემებს. იქ ცდიდნენ, იქ აპროექტებდნენ და თავიდან ბოლომდე მაგაზე სხვათა შორის კარგად ლაპარაკობ ბატონი დავით გულუა თვარს. დავით გულუა თუ მისი ძმა აღარ მახსოვს ზუსტად. ბატონო გოჩა, ხო, ბატონი დავით გულუა. აი ეგენი მუშაობდნენ, მაგრამ აი გეუბნები ჩვენ ბევრი რამე გქონდა საქართველოს. გასაგებია ქონდა, ნუ მასე თუ და აი ახლა რატო მივდივარ მაგისკენ? ჩვენ ვერ გამოვიყენეთ, ჩვენმა ხელმძღვანელობამ მაშინ ვერ გამოიყენა გამჭრი ახობა, რომ სახელმწიფოს ეს დასჭირდებოდა და ამ ჯუნგლებში, რომ სადაც ჩვენა ვართ, ეს არის პოლიტიკური ჯუნგლები, ასე ვთქვათ, რომელიც ეძებენ რაღაცა მინუს რო რაღაცა წაგლიჯონ, რომ იყო ძალიან მყიფე მდგომარეობაში, ეს არის აშენელება. ეს არის აშენელება, ახლა წარმოიდგინეთ ჩვენ ჯუნგლებში მიდიხარ და დანაც არ აგართ. ახლა ფაქტიურად საქართველოს ეგრე არის. ჩვენ არ გვაქვს იარაღი თავდაცვით. მოდი მინდა რომ თქვა რა დავამატო აქ გარკვეული ვაჭრობის თემა არის გამხდარი. ახლა რადიო თავისუფლების ეთერში სხვა ვიღაცა ნასტიანა არაბულია ეგეთი წამყვანი, რომ სამხრები სხვათა შორის მხოლოდ რაც უნდა იმას რო აშუქებს, მოიწვია ალასანია და ნუ ალასანი ახლა გაბოროტებული ტიპია, გამოგდებული ამ ხელისუფლებიდან და დაჩანტაჟებული თავისი ცოდვებიდან და ნუ მოუნახა მომენტი ახლა ივანიშვილს და დაუწყო კბენა, რომ თუ და რას ამბობს, აი რომ მე რო ვიყავიო თავდაცვის მინისტრიო, მე გავაძლიერეო მხოლოდო საქართველოს საჰაერო ძალებიო, მე ველაპარაკიო საფრანგეთშიო თავდაცვის მინისტრო, რომ ზუსტად ისეთი იარაღი მოეცათო, რომელიც ახლა პარიზის დაცვაზე დგას. სისულელეები ლაპარაკა,
იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა ვის მისცემს საფრანგეთი ისეთი არას, რომელთაც თავის საკუთარ დედაქალაქს იცავს, ისაც სრული სიცრუე და მეორე ამითი ადანაშაულებს მეორე მინისტრს მთელ ხელისუფლებას და ამ დროს როდესაც თვითონ შეიცვალა და მოვიდა პირველი მინისტრი იყო, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ხო გახსოვთ მაშინ 2012 წელი იყო რა, ომის დანაშაულების გამოძიება, თუნდაც აზერბაიჯანის სარაკეტო იარაღის დაკარგვა 2008 წელს და მთელი ამბები და ის კრიმინალები, ვინც იყო, ყველა თვითონ დააწინაურა იქ, იმიტომ რომ თავისი მეგრული სასტავები იყო. არსად ბატონო კოჩა, აი რისი თქმა მინდა იცით, მე ახლა კონკრეტულად ალასანიაზე კი არ მაქვს ლაპარაკი. საქართველოში არ მოიძებნება არც ერთი ტრიბუნა სამხედრო ანალიტიკის კუთხით, რომელიც პასუხს გაცემს ამ ხელისუფლებაში მყოფ ნაძირლებს და არ შეახსენებს თავის დანაშაულს, არა პირადი ინტერესებით, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებით, რომ აი შენ რო იყავი, ეს კონკრეტული საკითხები დღემდე ჩასვლილი როა, რატომ არის? და რა ხდება, იცით? პოლიფონიურ რეჟიმში ხდება ყველაფრის გადატარება, აუ ეს თავდაცვის მინისტრი იყო და კაირო იყო, მიტო წავიდა. ესეთი ნარატივი იქმნება, მესმის საზოგადოებას არ აქვს სრული ინფორმაცია. ამაზე ლაპარაკი არის დანაშაული და არავინ არ გაგაშუქებს, თუ ვინმეს პოლიტიკურ ინტერესში არ ლაპარაკობს სიმართლეს. აი ეს არის მთელი უბედურება. გეთანხმებით ბატონო დავით, მე მიმაჩნია რომ საერთოდ სახელმწიფოს მარტო თავდაცვას არა, საერთოდ სახელმწიფოს არანაირი მიმართულება, არანაირი გეგმა არ გააჩნია განვითარების. არც გამოძიების, თუნდაც ეს გამოძიება 2008 წლის დანაშაულების, კი ამბობენ რომ გამოიძიეს 2014 წლამდე ყველაფერი გამოიძიეს, არ ვიცი, სწორი არ არის სწორი, მაგრამ თუ გამოიძიეს და თუ ნახეს ამხელა დანაშაულები, ამხელა დარღვევები ჰქონდა მინიმუმ ასე თქვა, რბილად რომ თქვა, რატო არ მიეცა მათ შლენო? ეგ იგივე დანაშაულია დანაშაულის დაფარვა იგივე დანაშაული. და მაგას გამართლება არასოდეს ეკნება. ხო, იცით რა არის ბატონო გოჩა, მოდი მაშინ ვთქვათ, ეხლა უკრაინაზეც ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში თავდა, მერე სხვაო ნათქვამია რა. იმიტომ რომ ფაქტიურად გარკვეულ გარიგებამდე მიდის სიტუაცია და ჩვენ კიდე ამ რაღაცა ხო აუცილებლად აღმოჩნდებით გარდამტეხი ზოლი, სადაც გაგვაქალებენ რა, იქ სადაც არ გვინდა. შეიძლება ეს დიდი ალბათობაა მოხდეს. ჩვენი ბედი შეიძლება გადაწყდეს აბსოლუტურად ჩვენი არსებობის გარეშე რა. ყველაზე ცუდი ეგ არის, რომ ივანიშვილმა მიაღწია იზოლაცია საქართველოსი. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც მას ძალიან ძვირი დაუჯდება. აი მე აქედან მეგეუბნებით, მაგას ვინაპატიებს, ახლა საქართველოს რო გაჩანაგდეს. ესე იგი საქართველოს ბედი შეიძლება გადაწყდეს ასე, ბატონო. თქვენ შეიძლება გავხდეთ ისე რუსეთის უკანაეზო და ვიქნებით აი ესე კურდების და ყაჩაღების გარჩევებით დაკავებული უბნები და ქალაქები და ასე თქვათ, აი ესე მოხდება ყველაფერი. იმიტომ რომ რუსეთი სხვანაირად ვერ მართავს. ეგრე მართავს ყველა რეგიონს, თავისივე რეგიონებში, იმიტომ რომ სხვანაირი გზა მას არ აქვს, მას ვერაფერს ვერ თავაზობს, ეკონომიკა მას არ აქვს. ბოლოს და ბოლოს, როდესაც დგება არჩევანი, თუ რა, აი როგორ შეიძლება შენ გააკეთო არჩევანი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არის წარუმატებელი თავის საქმეში, თავისივე სახში. ამ შემთხვევაში მაგ ეკონომიკას ვამბობ. ის მთელი მსოფლიო ეკონომიკის 1%-იც არ არის. რეალობაში რო ავიღოთ, ისაც ეს არის გამოწეული, ესე ვთქვათ, ნულებიც რო აქვს მიწერებული, რომ 1/9 დაუწერონ რაღაცნაირად. და ამ დროს არის, მე პრაგმატულად გეუბნებით, აი როგორც ნებისმიერი ტეხასელი, ასე ვთქვათ, არცისიზი, როგორ იფიქრება. აქეთ არის 26% ეკონომიკა მსოფლიოსი. ამერიკა, ევროპა 23% სადღაც. და ჩინეთი 16%. სად უნდა გქონდეს ჩვენ უფრო მეტი ურთიერთობა და მეტი დიპლომატიური აქტივობა და სად არა. მე ვფიქრობ, რომ ამერიკა, ევროპა, ჩინეთი ეს გამართლებული არის უბრალოდ იმიტომ, რომ ეკონომიკა აქ არის, ფული აქ არის, რესურსები აქ არის, ტექნოლოგიები აქ არის. ხელოვნებაში მაქვს ამ სარტყელში, ასე ვთქვათ. რა არის რუსეთში? აი მითხარი დამისახელეთ ერთი კომპონენტი, რომელიც საქართველოს შეიძლება გამოადგეს. გარდა იმისა, რომ ფალსიფიცირებული ღვინო გაყიდო მოსკოვში.
იქიდან რა მოგვაქვს? ეგ ერთი, მეორე. არ სვამენ უკვე ქართულ გულოს ფრანგული ურჩევნია. ო, რატო უნდა დალიან ხა იქაცა გემოვნება, იქაც იციან, ძალიან კარგად იციან, სად რა კეთდება და როგორ კეთდება. აი, ცეხავიკური 80-იანი წლების ცეხავიკები რო იყვნენ და ეს ჩალიჩა ტიპები, ბიძი და ივანიშვილიც გახდა ჩალიჩა იყო და ჩალიჩა დარჩა. ვერ გაიზარდა. მათ სხვანაირი აზროვნება არა აქვს ასამოა. აგიტომა ჩვენ პრაგმატულად უნდა ვიფიქროთ, რატო გჭირდება ჩვენ ევროპა? მე სულ არ მაინტერესებს ევროპა, მე მაინტერესებს ეკონომიკური ურთიერთობა, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს საქართველოს, ხო? და იმიტომ რომ ეს პირდაპირ აისახება ჩვენ კეთილდღეობას. კი, ურთიერთობა უნდა გქონდეს ყველასთან, მაგრამ არ შეიძლება შენ გახდე მხარე. და შენ ცალსახად დაიჭირო რუსეთის მხარე და ეს ფაქტიურად ასეა, ასე ჩანს. როგორც არ უნდა ეხლა ითქვა, რომ ეს ასე არ არის, ეს ასე არის. და იგნორირება გაუკეთო ევროპას და ამერიკას. მაგიტომ ეხლა ამერიკა ზის, აგერ უკრაინას არაფერად არ აგდებს ტრამპი. პირდაპირ წვეთავს პუტინთან, როგორ გაიყოს უკრაინა, შო? ევროპაც კი არაფერში ჩასვა. მაგრამ გადაწყვეტა და ესე. ჩვენი დიპლომატია სად არის და ჩვენ ყველაზე დიდი კოზირი რა გვაქვს ბატონო დავით, იცით ამერიკასთან ურთიერთობაში და თვითონ ტრამპთან, რომელიც ტრამპიც არავის სოდეს არ გაუწევს, რა ქვია, იგნორირებას ამ ფაქტს. ეს ის ფაქტია, რომელმაც ჩვენი ჯარისკაცების სისხლით არის მოპოვებული ავღანეთში და ერაყში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. ისე ვერ უნდა გავიწყდებათ, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტიც უბრალოდ ჯარისკაცი იყო იგივე ერაყში. კი ბატონო. და ძალიან კარგად იცის ქართველების როლი, რა იყო იქ. რასაც ვაკეთებდით, კარგად ვაკეთებდით მეტნაკლებად. თუმცა ბატონო, ამის ხარჯზე, ამის იგნორირებას არასოდეს გაუკეთებს. არა, იგნორირება შეიძლება ბევრმა არაფრის არ გააკეთოს, მაგრამ როდესაც შენ არა ხარ ინიციატორი, ვინმე შეახსენო შენი ღვაწლი, აი თუნდაც ავიღოთ, ჩვენ მარტო ამერიკასთან და ამერიკელებთან აგვაქვს ღვაწლი. საბჭოთა კავშირის დროს რა ჩვენ ქართველები არ ვიყავით ავღანეთში წასული და არ ვბრძოლობდით და ნაკლები გმირობა და ვაჟკაცობა გვაქვს ჩადენილი და გაკეთებული? თორე ახლა მე თუ მკითხავთ პირადად, როგორც ქართველს ნებისმიერი ქვეყნის საოკუპაციო რეჟიმში ყოფნა მიუღებელია. აი ხო უყურებ ბოლოს როგორ დაამთავრა თუნდაც ამერიკამ იმპერიების სასაფლაოს უძახიან ავღანეთს და თუმცა უნდა შევხედოთ ცოტა ჩვენს ისტორიას და ქართველ კაცს ვერ გაუბრაზდები იმის გულისთვის, რომ სხვა მიწაზე ომებში იღებს მონაწილეობას. მანამდე კიდე გიორგი იყო, ბრძოლობდა ავღანეთში და იცით რა წარსულის ადამიანი იყო, ხო? ისტორიულად ჩვენი ისტორია ესე მოდის და ისე არის, ხო? მოგეხსენებათ. უბრალოდ რა არის, იცით, როდესაც შენ არა გაქვს შენი სისხლის დაფასება, როდესაც შენ ავღანეთის ომის გმირს კლავ და აუპატიურებ, ჯერ ყველამ კარგად იცის. მოდი ეს ფაქტი მოვიყვანოთ, იმიტომ ამას რო გავექცე, ატყობა ღამე ვერ დავიძინებ რა. სერგო თეთრაძე იყო ჩემი ლექტორი სამხედრო აკადემიაში. ძალიან ძლიერი ადამიანი, ვაჟკაცი კაცი და მას ჰქონდა მინიჭებული ორდენ კრასნაი ზვეზდი, იცით, ხო თქვენ ეს რამხელა შინაარსის ორდენი იყო საბჭოთა კავშირის დროს. სხვათა შორის საოცარი დამამცირებელი ფორმით მოკლეს, ჯერ დაიჭირეს, ჯერ მერე გააუპატიურეს და მერე გააუპატიურების დროს შემოაკვდათ კაცი, გმირად წოდებული კაცი, რომელმაც ხელი ჰქონდა დუშმანებთან ხელჩართულ ბრძოლაში მოპოვებული ეს ჯილდო. ეს კაცი ვიღაცა არ იყო. ჩვენ და როგორ მოკლეს, დღემდე აქ დაუდასტურებული ბრალი, რასაც მას ედავებოდნენ სამშობლოს ღალატს და ამ ღალატს ედავებოდა ხალხი, რომლებმაც საქართველოს მთელი ენერგეტიკა რუსებს მიიღდა. გესმით? ზოგადად ჩვენ ქართველებს და საქართველოს გჭირს ის, რომ ყოველთვის თავზე ვისვამთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გვმართავენ საერთოდ ყველანაირი ღირებულებების და ფასეულებების მიღმა რა. ამიტომ თუ აი ნებისმიერ ქვეყანაში მოგწონს ამერიკა, მოგწონს საფრანგეთი, მოგწონს იტალია, ხო, იდეალური არაფერი და არსად არ შეიძლება არ იყოს, მაგრამ ვხედოთ იქ როგორ აფასებენ გამოცდილ ადამიანებს და სადაყავთ და მე შევხედოთ საკუთარ თავს ჩვენ სადავართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ იქ, იმიტომ რომ ჩვენ სანაკავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ეს სააკაშვილიდან დაწყებული სხვათა შორის, რომელსაც ჯარის იგნორირება, ჯარში სამსახური იყო სათაკინო საქმე. ეხლა სააკაშვილს მოუწია, იმიტომ რომ 80-იან წლებში იყო და უნდა არ წავიდოდა და კაი კიდევსაც დაიჭერდა. მაგიტომაც მოუწია სამსახური თორე. ეხლა რო აიღოთ, აი ნახეთ, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ნებისმიერი ადამიანი აიღო. ვის სამსახურია ჯარში ბატონო.
არავის არ აქვს პატივისცემა საკუთარი ქვეყნის მიმართ და იმან შენი ქვეყანა როგორ უნდა განავითაროს. შენ თუ იმას ეთაკილება საკუთარი სამშობლოს დაცვაში ვალდებულების მოხსნა, ეს ვალდებულება და არა რაღაცა უფლება, ან არა რაღაცა დარღვევა. ეს ვალდებულება ყველა ადამიანის იყოს საკუთარო სამშობლოს დამცველი. და შენ ეს გეთაკილება და ხსნიეს რომ ეს ჩემი უფლებებს არ ღვევს და რაღაცა მე რაღაცა ისეთი მაქვს, არა? ეს ამ ადამიანს როგორ შეიძლება ანდო სახელმწიფო მართლობა? ეკედან დაიწყოს ჯერ. მაგიტომაც აგვაქვს, რომ იგივე იმ საცხონებული თეთრადის ასეთი სასტიკი მკვლელობა არის ესა. დღემდე არ არის ბოლომდე გამოძიებული და ის ხალხი არ არის დაისჯილი, ვინც ამაში ხელი მონაწილეობა მიიღო. მე იმ ადამიანებს საჯაროდ გამოვიყვანდი, მათი ფოტოსურათები უნდა გამოფენილი იყოს ყველა კუთხეში, როგორ აწამეს ქართველი სამხედრო ამ ნაბიჯვრებმა. ისეთი რომ მათ ქვეყანაში ფეხი არ დაედგმებოდეს და მათი ოჯახის შთამომავლები თავბეთს იწევლიდნენ რომ ასეთი წინაპარი ხავდათ. როგორც ორჯონიკეძეები იყვნენ თავის დროზე, ორჯონიკეძეს რას ვედავებით, იმას იდეა ჰქონდა მაინც. კი, იდეა ჰქონდა. ხო და ამ ნაბიჯვრებს რა იდეა ჰქონდათ? საკუთარი ჯარისკაც საკუთარ ოფიცერს როგორ უნდა მოექცე ეგრე? თუნდაც რა არის ყველაზე მძიმე დასანახი, იცით ბატონო გოჩა? გასაგებია რომ ისინი ერთმა ჩაიდინა მკვლელობას. ზოგადად აი ქართველმა ერმა რო წარმოვიდგინოთ სად ვიმყოფებით და გინდა მორალურად, გინდა სახელმწიფოებრივად, გინდა ნაცებმა ჩაიდინეს ამ კაცის მკვლელობა. ჩაიდინეს. გააკეთეს ეს დანაშაული, ხო? ირაკლი ალასანია იყო პირველი კაცი, ვინც მიტინგებს უტარებდა ნაციონალურ მოძრაობას სერგო თეთრაძის მკვლელების დასჯის მოტივით რა. შეიცვალა ხელისუფლება. სათავეში მოვიდა ირაკლი ალასანია, გახდა თავდაცვის მინისტრი და დაზვერვის უფროსის მოადგილედ დანიშნა ის კაცი, ვინც სახში დაიჭირა სერგო თეთრაძე რა. ჩვენ ქართველებს გვჭირს ძალიან დიდი ცოდვა. ეს არის ჩვენი მათრახი და ვერასოდეს ვერ უშველით ჩვენ თავს თუ არ ვისწავლეთ არა მარტო სამართლებრივი პასუხისგება დამნაშავე პირების, არამედ მორალური პასუხისმგებლობა, რაც უმთავრესია, მე ვფიქრობ სამართლებრივზე რა. და ჩვენ რო შეგვეძლოს ქართველებს ავკარგი ასე საჯაროდ განვიხილოთ და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გქონდეს, დამიჯერეთ ბატონო გოჩა, ვერავინ ვერ გაბედავდა თავხედობას. საქართველოში არ იქნებოდა ის, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი გაიზრდებოდა 7.080 ლარით, გაიზრდებოდა. მანამდე კიდე 1000-ები ხო ქონდა და პენსიონერის პენსია არ იქნებოდა 350 ლარი. ჩვენ რომ მორალური საზოგადოება გვყავდეს, ძლიერი საზოგადოება გვყავდეს, ჩვენ არ გადავგვარდებოდით, მაგრამ იმუშავეს ამაზე, წაგვართვეს მორალი და ახლა კადრულობენ ყველაფერს, რაც გავუდით და უნდა აღინიშნოს, აი ესაა ჰიბრიდული ომის შედეგი. რაც გვჭირს ჩვენ ამაზე მეტი დიდი ომი რა უნდა იყოს ბატონო გოჩა. მანდა მაინც ტანკით უნდა შემოვიდნენ და თითო ოჯახის წინ რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა გვავიწყდება რომ ბატონი ივანიშვილი იდგა სააკაშვილის ზურგს უკან. რა თქმა უნდა. იგივე პატარკაციშვილის წინააღმდეგ. ეს თუ ვინმეს არ ახსოვს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, სადაც საჭიროა, ხო? მაგრამ ცინიზმი მაშინ მდგომარეობს, რომ აი ხალხს რაღაც ისა აქ აი მას მილიარდი აქვს და მოდი გამოვიყენოთ, მოდი ასე, მოდი ისე და ისაც ამით სარგებლობს რა, გაჭირვებული ადამიანს თავისუფლად იყიდი და თავისუფლად. ეხლა მე გეუბნებით, ეხლა ადრეს ჩვენ გვისაუბრია, ეხლა რომ დაუძახოს ამ პოლიტიკურ ლიდერებს და ახლა თქვენ თითო მილიონი მეორე დღესვე იმღერებენ იმ და იცეკვებენ მის სასარგებლოდ ყველაფერს. იმიტომ რომ თვითბუნებაა ეგეთი გამყიდველი ოპოზიცია გვყავს ჩვენ. მე არ ვამბობ ყველაზე, მაგრამ მე ვამბობ ის პატრიოტები ვინც არიან, იმათ არც არავინ არ უშვებს, არც სატელევიზიო სივრცეში, არც არსად. და ის ადამიანები, ვინც ნამდვილად პატრიოტები არიან, იგივე იმ პოლიტიკურ პარტიებში, ისინი არსად არ ჩანან. და ჩანან ვინები? გამყიდვლები, მაიმუნები, აფერისტები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ, არაფერი არ ესმით, გაგებაში არ არიან, სახელმწიფოსთვის არასოდეს არ უმსახურია, ჯარში არასოდეს არ არიან ნამყოფები და პრეტენზიები აქვთ, რომ იყვნენ, ასე ვთქვათ, მუდმივა თავარ ოპოზიციაში, მუდმივად, რომ იქ სხვა არ გაიჭაჭანოს, იმიტომ რომ იქიდან სარგებელი მოაქვს, ასე ვთქვათ, ფარულად, იქ კაზინოებიდან იქიდან რა განსხვავება აქვს ნაციონალებსა და
ოცნებას შორის. არაფერი განსხვავება არ არის. ორივე ლიბერასტები არიან, ბატონო დავით, ეკონომიკურ ენაზე რო თქვა, ეკონომიკურ ფინანსებზე. როგორც ისინი ძარცვავდნენ ხალხს, ისე ესენი ძარცვავენ უფრო მეტად ხალხს. მე სპეციალურად ავიღე სესხი საქართველოს ბანკში, რომ ჩავედი ეხლა აპრილში. სპეციალურად ავიღე პატარა საკრედიტო ისტორიას გავაკეთებ. 36%-ია ეფექტური. 36% შენ რომელი ეკონომიკა უნდა განავითარო მათ და ეს ნაბიჯრები ლაპარაკობენ დამოუკიდებლობაზე? როცა ბანკების დამოუკიდებულს ხდე, ბანკები ხდებიან მთავარი ოპერატორები ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფერი ცხოვრების. ბანკი არის შენი კონკურენტი ნებისმიერ ბიზნესში, იმიტომ რომ თვითონ უნდა ეს ბიზნესი გქონდეს. ბანკებს აქვს უფლება რომ გქონდეს თავიანთი სამშენებლო ბიზნესი, თავისი ფარმაცევტული, თავისი ისინი, მაგიტომ არის ნარკოტიკებს მიაქვს, უხარისხო წამლებს მიაქვს ქვეყანა და არაფერი არ ვითარდება. და თბილისი დაამსგავსებს იმას ბეტონის ჯუნგლებს. ჯუნგლებს ზუსტად ეგ სხვათა შორის ძალიან საინტერესო საკითხია, მოგეხსენებათ. უკვე მესამე შემთხვევა მოხდა აღრიცხული, რაც საზოგადოებრივ დონეზე იყო, თქვათ, რეზონანსული, აი ბავშვების დახოცვის ამბავი ბათუმში რო ჩავარდნენ, ამაზე მინდა ცალკე დაგელაპარაკოთ, მაგრამ ეხლა თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რიტორიკულად დავსვამ ამ შეკითხვას, რამე ახალია ეს არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში ესეთი მოვლენები. ყოფილა. ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა. აი მაგიტომ ესენი არც გინდა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა აიღოთ ეგრეთ წოდებული და გინდა ეგრეთ წოდებული ვითომ ასე ვთქვათ პატრიოტები, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი პატრიოტები ოცნება. ორივე ლიბერასტები არიან თავიანთი ივანიშვილი პატრონიანად ჩამოყალიბებულები. ლიბერასტები მაგათ აქვია, იმიტომ რომ ხალხისთვის ეგენი არაფერს არ აკეთებენ. ზუსტად. სენთვის, თქვენთვის, იმიგრანტისთვის, გლეხის, აი 800 ბავშვი თქვენ გზანეთ ხო? და გაირო მზა 800 ბავშვი შიმშილი დაიხოცა. ნორმალურ სახელმწიფოში 800 სისხლის სამართლის საქმე უნდა აღზრულიყო. რატომ მიიყვანეს ეს ბავშვი შიმშილობამდე და რატომ დაიღუპა ეს ბავშვი? ზუსტად. გააკეთეს? სახელი გაგებაშიც არ არიან, ლაპარაკიც არ უნდა. თქვენ რამე მოგინდათ, სახელმწიფოში გაიზარდნენ ადამიანები, ანუ სახელმწიფო აპარატებში, სტრუქტურებში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც აი მოსახლეობას აღეთქმავენ რაღაც აი როგორც მოწინააღმდეგეს. ის უნდა დაჩაგრო, იმას უნდა წაართვა, იმას უნდა გამოართო ის, იმას უნდა ბოდიში და ფეხებზე დაიკიდო მისი ინტერესები. აი ესე ექცევა სახელმწიფო სტრუქტურების საკუთარ მოსახლეობას. ბატონო გოჩა, ახლა ამ ბრიყვებს გონიათ, რომ ეკონომიკური ფაქტორი განვითარდა, ვითომ ამათ რო შეეკითხოთ დიდი ზრდა ეკონომიკური და თურქეთიდან შემოაქვთ პამიდორი და ოხრახუში. აუ რატო გაითიშა? გესმით ჩემი? გესმით ჩემი? მე აქ ვარ. აი გამოსახულება არის თქვენი. ანუ რა მინდა იცი რომ თქვა, საოცარი ინფორმაციები მომდის და უნდა ვისაუბრო ამაზე, მაგრამ ჯერ მაინც მინდა იმ თემას შევეხოთ ბათუმში, რომ ბავშვები თხრილში ჩაყარეს რა, ელემენტარული არც თბილისში, არც ბათუმში, სადაც მშენებლობა მიდის, მოსახლეობის ელემენტარული დაცვის ნორმები არა, ხო შეიძლება იყოს შემოღობილი, ხო შეიძლება როგორც ხდება, როგორც აქ ხდება ხო ევროპაში. თუნდაც რუსეთშიც რომ მიდის მშენებლობა, იქ არის რაღაცა ნორმები დაცული, კაცო. ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს ის სახელმწიფო იქაურობა, იქ არის მშენებლობის გარკვეული ნორმები დაცული და გაცილებით უკეთესად, ვიდრე ოდესმე შეიძლება გქონდეს საქართველოში. ორი ბავშვის სიკვდილი ეს ხო პატარა შემთხვევა არა, ჯერ არის და ფანტანზე დაიღუპა დენმა დაარტყა ანგელოზივით გოგო მოკვდა თბილისში, ხო? ყველამ კარგად იცი. მერე იყო ანალოგიურად რაღაცა ამოთხრილი ამაში ჩავარდა თბილისში ბავშვი და დაიღუპა. ახლა და აგერ ორი ანგელოზივით ბავშვი ჩაიხრჭო იმაში ბათუმში და კაციშვილი ამაზე პასუხისმგებელია რა. აი რა ვიცი ხარ რა უნდა მოხდეს ისეთი ამ ყველაფერთან მიმართებაში, ისედაც განადგურებული გენოფონდი გვაქვს რა. რომ რაღაცა ნაბიჯები გადადგას, აბა ივანიშვილი შვილი ყოფილიყო, აბა კალაძიშვილი ყოფილიყო, აბა ამათიშვილი ყოფილიყო, ვინმესი თუ არ ექნებოდა სამართლებრივი რეაგირება. ქვეყანაში ასეთი კრიმინალი ხდება და კაციშვილი არ არის საპასუხისმგებლო დასჯილი. იმიტომ რომ კანონი არ არის შრომის უსაფრთხოება, სხვათა შორის შრომის უსაფრთხოების აკადემიაც არის, რამდენიც ვიცი გახსნილი. ნუ გახსნეს, ცდილობენ გააკეთონ. მაგრამ ნაკლები ყურადღება ექცევა ამას. აქ ნებისმიერ მშენებლობაზე, თუნდაც აი ეთახაში აქ
ყოველთვის ინსპექტორი არის ქალაქიდან ან ვიღაცა ყოველთვის დგას და უყურებს, რომ ვინ როგორ აკეთებს, ვინ როგორ იცავს უსაფრთხოების საკითხებს. ეს სამწუხაროდ ჩვენთან ეს კულტურა არ არის ჩამოყალიბებული, ბატონო დავით, ეს მას დრო უნდა ალბათ. მაგრამ ამას უნდა ასევე კანონი. არ ვიცი, კანონი არის თუ არა მაგ მიმართულებით, მაგრამ თუ არის, ესე იგი არ მუშაობს და თუ არ არის, ესე იგი შესამუშავებელია და შესასრულებელი. მაგიტომაც სხვა თორე ეგეთი შემთხვევები, უბედური შემთხვევები იქნება ძალიან ბევრი კიდევ. თუ ეს ასე გაგრძელდა. ხა, მაგრამ ახლა მეორე მხრივ შეხედეთ, ახლა მე რო ვიყავი იქ, ხალხი აღარ დარჩა იქ ნორმალური, ბატონო დავით, მოაზროვნე. ვისაც კი რამე შეეძლო, სადმე შეეძლო, ყველა წამოვიდა ან ევროპაში, ან ამერიკაში, ან რუსეთში, ან სხვა ქვეყნებში და ცდილობენ რაღაცა თავს უშველონ, იმიტომ რომ მომავლის იმედი არ აქვს. სახელმწიფო, რომელიც ოდესაც ატარებს იმ პოლიტიკას, რომ ის არა, ეს არა და გაურკვეველი რაღაც ამორფულ მდგომარეობაში არის მთლიანად საზოგადოება შეყვანილი, ადამიანს უჩნდება გაცდა, რომ მას მომავალი რა პერსპექტივა აქვს ქვეყანაში. ან ბიზნესი გახსნას, ან რისთვის უნდა ისწავლოს იმ უნივერსიტეტში, რატო უნდა დახარჯოს ის ფული იქ, როცა მას არაფერში არ გამოადგება ის დიპლომი, სად უნდა წაიღოს, ვთქვათ, ფიზიკოსის დიპლომი მაგალითად, ან მათემატიკოსის დიპლომი, ან რაღაცა ინჟინერი გახდეს, სად უნდა წავიდეს. ასეთ მდგომარეობაში, როცა ქვეყანა იზოლაციანისტური პოლიტიკით მიდის და კი აცხადებს ვითომ არა, მაგრამ ფაქტის ახეზია, ხო? ფაქტი ჯიუტია, როგორც ვოლანი ამბობს, ასე ვთქვათ, ბულგაკოვის მასტერ და მარგარიტაში, ასე ვთქვათ. ფაქტი ჯიუტია. ჩვენ ვართ იზოლირებულ მდგომარეობაში ახლა. ერთადერთი რუსეთი არის გახსნილი საქართველოსთვის და მაგიტომაც ადამიანს ეს უჩნდება გაცდა, რომ არ არის საქართველოში დალაგებული ვითარება, რომ მას რაღაც პერსპექტივა ჰქონდეს, მიშვილებს ჰქონდეს პერსპექტივა, მიდიან ხალხი და ვინ რჩება და ნახევრად გაუნათლებელი ხეპრე დეგენერატები, ბატონო დავით. აი ეს პირდაპირ ამ სრულს მნიშვნელობით. და მე გამოვა რომ 20 წელიწადში, ბატონო დავით, ამ ტემპებით საქართველოში ქართული მოსახლეობა იქნება უმცირესობაში. 20 წელიწადში გაიღვიძებენ ჩვენი შვილები და საქართველო იქნება მარტო სახელი. კი ბატონო. და მეცაც გეტყვით, ვიღაცა გამოჩნდება და დაიწყებს საქართველო უნდა გახდეს ფედერაციული. მარნეულის შტატი უნდა გახდეს, მერე ახალციხის შტატი, იქიდან ის რესპუბლიკა და ვიქნებით ფედერაციული სახელმწიფო და მაგის დაშლას რაღა უნდა მერე. ასეთი სიტუაცია იქნება მომავალში, ასეთი გაიგრძელება. ბატონო გოჩა, რა ისტორიულად არ ახსოვს მსოფლიოს გადაშენებული ერები და სახელმწიფოები? არ არის ურარტო. ცივილიზაციები გაქრა, ბატონო. ცივილიზაციები გაქრა. აი ესეთი ფორმები იყო. მაგალითად აი კონსტანტინოპოლი როცა დაეცადა თურქებმა იქაობა დაიკავეს, ეს არ მომხდარა ერთხელში რა. ჯერ შიგნიდან დასუსტდა ამ ხელა სახელმწიფო და კულტურა. ჩაიძირა ურთიერთჭამაში, კორუფციაში, ერთმანეთის ციხლის დადებაში და შემდეგ საბოლოო ჯამში დაკარგა ყველა მოკავშირე და აღმოჩნდა ისე როგორც იყო, იზოლირებულ მდგომარეობაში იყო ასე. სხვადასხვა გუშინ მკითხულობდი სოკრატეს სახელმწიფოს და იქ აი ესეთი სწორი ფრაზა იყო და მომახსოვდა რატომღაც რომ როგორ გინდა დააჯერო ის, ვინც შენ მოსმენასაც არ იკადრებს. აი ქართველი ერი დღეს იმყოფება აი ამ მდგომარეობაში. ან თუ დააჯერებს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რა შედეგს მიიღებს? ან ზოგადად როგორ უნდა დააჯეროს, როდესაც საერთოდ ქართველი ერს არაფრად არ თვლიან. ჩვენ ესე იგი, აი მეც გეტყვით, ბატონო დავით, მე ახლა მე მაქვს ხობი, ასე ვთქვათ, მე წიგნებსაც ვწერ, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით სამეცნიერო ფანტასტიკის მიმართულებით. Amazon-ზეც არის და ვცდილობ, რომ ჰიპოთეზა რაღაცა, რომელიც სამეცნიერო განვავითარო რაღაც მიმართულებით. რაც მეც ვუყურებ განსაკუთრებით, აი, რაც მეტი ჩაურმავდი მე ქართულ ენას, მით მეც მივწმუნდები, რომ საქართველოს არის მართლა ქართული ენა და საერთოდ ჩვენი ანბანი არის უნიკალური მსოფლიოში. რომელიც არის, აი, რომ ჩვენ ცალკე ინსტიტუტი უნდა გავაკეთოთ ქართული ენის და დამწერლობის შემსწავლელი ინსტიტუტი. ცალკე, თუნდაც აი ახლა
ბატონი ცინცაძის აღმოჩენა იყო ეს, რა ქვია, ქართული კაბალას არსებობა, რომელიც გააცილებით ადრე არის დაწერილი ვიდრე და ებრაელებმა ეს ასე ვთქვათ, მიიღეს აცეცვად და გადაიიღეს უბრალოდ და ეს იყო ქართველური წარმოშობის კაბალა. აი ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით ჩვენ თავს პატივი როგორ უნდა ვცეთ თუ ჩვენ იგნორირებას ვუკეთებთ საკუთარ იმებს, ენას, საკუთარ წარსულს, საკუთარ ისტორიას, საკუთარ ხალხს. ხო? მაგიტომ შენ თავს პატივს არ ცე, მე ირანელი ვარ თუ რუსი ვარ თუ ამერიკელი, მე რატო უნდა გცე პატივი შენ? ზუსტად. სხვადასხვა ბატონო გოჩა არა მარტო ენის დეგრადირება ქვედა ეშელონებში მიდის, არამედ საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვენ ვერ გაიგებთ ოფიციალური პირების მიერ თუნდაც იმ დრესკოდულ, ეგრეთ წოდებულ დრესკოდ ჩარჩოებში მოსულ სავალდებულო ბიუროკრატიულ ენას, აი ესე რომ ვთქვათ, რომელიცაც უნდა იყოს აღჭურვილი ნებისმიერი პარლამენტარი. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს აი ესე: ლუზერები და ვინერები. მე აი ხო არ მქონდა ქართული ენა, კაც არის ქართული ენის იგნორირება, ბატონ დავით, ესე იგი გაიხედეთ ქუჩებში ზოგადად დაწყებული მაღაზიებში აბრები როგორ არის გამოფენილი მარჯანიშვილზე, მენიუები როგორ არის, ანუ მენიუ როგორ საჭმლის ჩამონათვალი რესტორანში როგორ არის გაწერილი და შემდეგ ქართული ენა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ქართული ენის ინსპექტორი უნდა იყოს. კი, უნდა იყოს. უნდა რომელიც აწარმოებდეს, რომ სახელმწიფო მეთაური იქნება ესა, მინისტრი იქნება და ისა, სანამ ის მინისტრად დაინიშნება, იმან ქართული ენის ტესტი უნდა ჩააბაროს, ქართული ენა გრამატიკა უნდა კარგად ჩააბაროს, მისი რიტორიკა უნდა იყოს კარგად შესწავლილი, სანამ იმას წარადგენ მინისტრად. იმას რა უნდა მინისტრად, როცა ქართული ენა არის ის და რაღაც სისულელეებს პორტყუნებს, ხო? ეს ჩვენ აგვაქვს უფლება რაღაცა კერძო პირებს რაღაცა შეცდომად გაუშვათ. მოვიგონოთ ლუზერი და ვინერი და ასე შემდეგ, რაც ვინა ის დავაკვირდეთ. სახელმწიფო ენაზე, სახელმწიფო თანამდებობაზე ვინც მუშაობს, მან უნდა იცოდეს ქართული ენა ზედმიწევნით, აკადემიურად, კარგად. აკადემიურად კი გეთანხმებით. აგერ ხო თქვა მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს გულიზა მე ყველაფერს ვიკადრებ. ახლა კი არ დავცინი, ეს არც აქცენტია და არც ელემენტარული კუთხური ნათქვამი არის რა. ეს არის პროვინციული დიალექტიც არ არის, ეს არის ქუჩის კურილ მაბადიეთ რა, ესა კურილკის ენა. კურილკაში რო დადებიან, აი ხო ზუსტად ასე რაც პატრონია ის მისი მოსამსახურეები არიან. ზუსტად, აბსოლუტურად გეთანხმები და ეგაა ტრაგედია, ეგ სერიოზული ტრაგედია. მე როგორ გინდა შენ მოთხოვ მარნეულში, როგორ გინდა მოთხოვ, თქვათ, დედოფლის წყაროში ან სხვაგან ეთნიკურ უმცირესობას შენ ენაზე ილაპარაკოს. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან აქ საფრანგეთში, ზოგადად ენის საკითხები ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ არის, ვერანაირ ნაბიჯს ვერ გააკეთებ, თუ რაღაცა დონეზე მაინც არ ფლობ სახელმწიფო ენას, ეს არის ფრანგული ენა. აი მაგალითად ისტორიულად აქ ესეთი დამწერლობაში ერთ-ერთი აქსონტი არის, რომლის ამოღებაზეც იყო ლაპარაკი და რომელიც 50 მილიონი ევრო შეღალაც მისცემდა სტამბას. გესმით? კატეგორიული სახელმწიფოს მიცემდა ამ ხელა შეღავას, თუ იმ აქსონს, აი ესეთი პატარა დახრილი ხაზია ამოიღებდნენ. კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა მთელი ერი, რომ თავისი ღირებულება დაეკარგა, რომ ესეთი ცვლილება შესულიყო იქ. ფრანგული ენა ძალიან რთული ენა. რა მინდა იცი ამითი რომ თქვა, ჩვენთან ნინოწმინდაში სომხურ ენაზე ჩაატარეს საკრებულოს სხდომა. და ფაქტიურად ამაზე მე დასჯილი არავინ არ მინახია. თქვენ ვერ დაიკავებთ საფრანგეთში ვერანაირ სამსახურში თანამდებობის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობას. მინიმალურ ენას A2-ის დონეზე თუ არ ფლობთ. წარმოუდგენელია იქ ფრანგულ ადმინისტრაციაში იმუშაო, თქვათ, ძალოვან უწყებებში ან თუნდაც კერძო უსაფრთხოების სამსახურში თუ არ ფლობ უკვე საბაზისო ენას, რომელიც B1-დან C2-მდე მიდის. აი, არ არის შექმნილი, ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელსაც ქართული ენა არ იცის. ჩვენ გვყავს ისეთი ადმინისტრაციული უწყების თანამშრომლები, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან. ძუს ხუსგან ვერ არჩევენ, შუს წუსგან ვერ არჩევენ. სამწუხარო, ახლა მე თქვენც ამხელა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იყავით არმიაში და იცით რა იქ რა განათლებაა, გესმით? ვის რა უნდა მოთხოვოთ, როდესაც სახელმწიფოებრივ დონეზე კი არ არის ლაპარაკი. ჩვეულებრივ დაწყებითი სკოლის
მოსწავლეთა ინტელექტიც კი არ გააჩნიათ. აი, გეტყვით, უარეს გეტყვით, ბატონო გოჩა. ცოლი წერდა ქმრის შესახებ, რომ ჩემ ქმარსო პერსპექტივა აქო დაზინაურებისო შინაგან საქმეთა სამინისტროშიო, მაგრამ საშუალო სკოლა არ აქვს დამთავრებული. ეს ტრაგედია არ არის? ეს ტრაგედია, რა ვიცი, ეს ტრაგედიას არის სატირაც და იუმორიც, რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით ახლა. ეს არის რეალობა საქართველოსი დღევანდელი და ეს არის შედეგი ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც ხდებოდა საქართველოში, დეგრადაცია, განათლების და ცოდნის იგნორირება, ან საერთოდ განათლება საერთოდ მიგდებული არის საქართველოში, ეგრე გამოდის. იმიტომ რომ ამ სახელმძღვანელოებს როგორ წერენ, ან ვინ წერს საერთოდ სახელმძღვანელოს, რომ შეუძლია იმ ადამიანს დაწერო, რატო წერს ის მათემატიკის სახელმძღვანელოს ან ქართული ენის სახელმძღვანელოს. არავინ არ არსებობს, სისტემა აღარ არსებობს, ბატონო. კომუნისტებს კი ვაგინებთ, მაგრამ კომუნისტებს მას შექმნეს სისტემა. იმ სისტემაში ის სისტემა უმაღლესი იყო, მართლა ძლიერი სისტემა იყო, მოგწონდა არ მოგწონდა, მაგრამ იმ სისტემამ წარმოშვა ბევრი მეცნიერი, ბევრი ტექნიკური მეცნიერი და ბევრი ადამიანი გაიზარდა და იმ დონეზეც ჩვენ კიდე 100 წელი კიდე ჯერ 100 წელი არა, მაგრამ 50 წელი კიდე ვერ მივალთ. უკაცრავად თქვენ რომელ წლიანი ხართ? 72. ახლა თქვენ გაცილებით უფრო ახალგაზრდა კაცი ხართ, თვითონ მამაჩემი იყო ცხონებული, ხომ კარგად გამყოფოთ, მაგრამ თქვენ ხო სტაბილურად მოესწარით კომუნიზმის მე არ ვლაპარაკობ იქ 80-იან წლებში სწავლობ 99 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა. კოსმოპოლიტიკურ გააზრებებს და მქონდათ, მაგრამ მე სპეციალურად აი რა არის ჩვენ მე უკვე ისეთ წლებში მომიწია საქართველოში 90-იანი წლები უკვე გონებაში რომ მოდიხარ ადამიანი რა არეულობის დაანგრევის თუმცა შემორჩენილი რაღაცა ბალავერი მაგრამ საკმარისია შეხვიდეთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ბიბლიოთეკაში ძალიან პატარა მაგალითს მოვიყვან რა სვანეთის ერთ-ერთი მიყრუებული სოფელია ახალშენი საიდანაც ჩემი მშობელი მამა სადაც დაიბადა და იცით რა არის აი ბიბლიოთეკა იყო ხელშეუხებელი რა და შემიყვანა ამ ბიბლიოთეკაში და მანახა სისტემა როგორ მუშაობს რა მიყრუებულ სოფელში დღეს მე მგონი მხოლოდ 2 მოსახლეა იქ დღესდღეობით დარჩენილი დაწყებული სერლინჯერი მარკ ტვენი თუნდაც აი თეკერეი გესმის და ეს სოფელში თეკერეი იყო ახლა ჩემი სოფელი იყო შვანი სადაც გავიზარდე ვიცი ითარგმნებოდა ყველაფერი და მოდიოდა საკვება და ეხლა შენ თუ გინდოდა კომუნისტური ლიტერატურის კითხვა შენ მაშინ იმის თუ წაიკითხავ მარკ ტვენს, თეკერეის, ბულგაკოვს ხო და ბულგაკოვის ოსტატ და მარგალიტას თუ წაიკითხავ მე აღარ მოგინდება იმის სურვილი თქვა ბულგაკოვის ისეთი ნაწარმოები წაიკითხო რომელიც კომუნისტურ პარტიას გაადიდებს გამიგე შენ წიგნი ქმნის ინტელექტუალურ ადამიანად რომელსაც გიმუშავებს ისეთ განცდებს, ისეთ შეხედულებას, ისეთ მსოფლმხედველობას, კარგისა და ცუდის, შავისა და თეთრის გარჩევის უნარს გაძლევს. დღეს ეს უნარი მომსპარია. საქართველოში დღეს არ არსებობს თანამედროვე ლიტერატურა, სადაც შეგიძლია თქვა, ეს არის თეთრი, ეს არის შავი. რატო იცი ყველა შავია? იმიტომ რომ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის მოსახლეობა გახდეს განათლებული ბატონო. ზუსტად სახელმწიფო პოლიტიკა არის მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად მოსამსახურე და თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო, გადაიხადე ფული და მიიღე დიპლომი და მე შეიძლება ნაცნობობით რაღაცა გამოგივიდეს. ой, შეიძლება. ეს არის მთელი პოლიტიკა მტერაფერი. ესეთი ცუდები თუ იყვნენ ეს კომუნისტები, ხო? აი როგორ დაუშვეს მაგალითად ჯერომ სელინჯერის თამაში ჭვავის ხანაში, ხო? სოფლიო კლასიკაა რა. ამას საზღვრები არა აქვს ამ ციგნს რა. რო წაიკითხოთ ამ ციგნს ჰემინგუეი რატო დაუშვეს რა. ჰემინგუეი არის კლასიკური, აი ბალზაკი რატო დაუშვეს მსოფლიო ლიტერატურის ისეთი მაღალ ინტელექტუალური საკვები, რომელიც და სინამდვილე უნდა ითქვა საბჭოთა კავშირის სისტემა, სწავლის სისტემა ამერიკამ გადაიღო. როდესაც საბჭოთა კავშირმა კოსმოსში დაასწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ემისრის გაგზავნა გაგარინის სახით, თქვეს, მაშინ NASA-ში თქვეს, რომ ჩვენ აქ კი არ წავაგეთო ესომეო, არამედ საკლასო მერხებზე წავაგეთ ესომეო რა. აი ეს უნდა კი, ეგრე არის. ახლა აქ სისტემა მაგალითად აი ამერიკის საჯარო სკოლები ისე არის მოწყობილი, რომ ნუ ახლა როგორ გითხრათ ბავშვმა სქონდეს იმდენი უნარჩვევები, რომ გაიზრდება, იყოს კაი მოსამსახურე, კაი მუშა, კაი რაღაცა ელექტრიკოსი, კაი
სანტექნიკოსი და ასე შემდეგ. მაგრამ თუ სწავლა უნდა, არის კერძო სკოლები. კერძო სკოლებში ძირითადად არის აი ყოფილი საბჭოთა სისტემა დანერგილი. თუ ძვირია იქ სწავლას, არ მოიდინეთ რა მქონდა ძვირი. ბრიტანეთშიც ეგრე, რაც არ უნდა იყოს ბატონ დავით, აი სახელმწიფოს არ აქვს ჩვენ მოსახლეობისთვის ზრუნვის არანაირი, ასე ვთქვათ, განწყობა, ანუ მოსახლეობისთვის არაფერს არ აკეთებს. აი თქვენ ბრძანეთ იმ ყურებულ სოფელში იყოს ბიბლიოთეკა. მე რატო ყველა სოფელში იყო მეტნაკლებად ბიბლიოთეკა. თუნდაც იმ სოფელში სადაც მე გავიზარდე, ბიბლიოთეკაც იყო, იქ სკოლაც იყო და მდიდარი იყო სოფელი. მდიდარი იყო, აბარებდა იქ, ფერმაც ჰქონდა იქ, რა ვიცი მე, ყოველ წელიწადს აბარებდნენ ხილს, რა ვიცი, 1000 რაღაცას აბარებდნენ და სოფელი ცხოვრობდა ამით. მაშინ იმ კომუნისტების დროს და ბიბლიოთეკა ძალიან მდიდარი იყო მაშინ და ეხლა პირიქით ეხლა იგნორირებულია ეს ყველაფერი. სოფელი არ არის, სოფელს წაართვეს, სოფელმა არ იცის საკუთარი საზღვარი სად არის. რა შეიძლება გაკეთდეს? მიწები დარიგებულია ღმერთმა იცის ვისზე. და არ ვითარდება სახელმწიფო არავალდებულებს, რომ ის მიწები, რომლებიც აიღეს სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომ განავითაროს. ელემენტარულად უნდა დაადგინონ ისა რა ქვია, რაც შეიძლება მეტი როგორ გითხრათ, რაც შეიძლება მეტი, ყველა მიწა, რომელიც სასოფლო-სამეურნეობის დანიშნულება ჰქონდა და გაცემულია კერძო პირზე, უნდა დაადგინოს გადასახადი, რომელიც მას უნდა შეუვიდეს ის მიწა თუ დამუშავდება. თუ არ ამუშავებს მიწას ადამიანი, მაშინ ორმაგი გადასახადი უნდა გადაიხადოს. ეს სისტემა უნდა დაინერგოს ბატონ დავით. მაგრამ აქამდე უნდა მივიდეს, ეხლა ეგ შორს მიმავალი გეგმა არის, მაგრამ ელემენტარულად რომ სახელმწიფო მიზრუნოს მოსახლეობაზე და შექმნას პირობები, რომ მოსახლეობა განვითარდეს საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სოფელში და რეალიზება მოახდინოს საკუთარი მიზნების, ეს არის პირდაპირ ვალდებულება მათი. მაგრამ ჩვენი მთავრობა გინდა ოპოზიცია, გინდა პოზიცია ერთად რო შეკრიფო, მაგდენი ჭკუა არ მოეკითხებათ არც ერთს. და არც გეგმა აქვს და არც ხედვა აქვს და არც საერთო წარმოდგენა არ აქვს რა უნდა გააკეთონ. აი ბევრი ფიქრობს, რომ აი ჩვენ გვერდით მეზობელი არის რუსეთი, თურქეთი, მე რა არის. შენი სიტყვა გეთქმის შენ ქვეყანაში. და შენ უნდა იდგეს შენ ფეხზე. შენ უნდა ყავდეს შარი, შენ უნდა ყავდეს უსაფრთხოების სამსახური, რომ იმას არ უღირდეს შენთან ძალით დაპირისპირება. კი, მაშინ შვეიცარიამ რა უნდა თქვას, როცა გერმანია ყავდა აგერ გვერდზე და მეორე მსოფლიო ომით ლამის რუსეთის ბოლოში გავიდა, ხო, სიტყვაზე რომ ავიღო, მთელი ევროპა ყავდა და ამიტომ შვეიცარიას არ უნდა ყოლოდა შეიარაღებული ძალები? შვეიცარიას შეიარაღებული ძალები ხო გერმანიას არ დაესიზრება დღეს. ზუსტად დღეს პროპაგანდისტებს და იმას აქვს დასაცავი რაღაცა და ჩვენც შეგვიძლია შევქონათ იგივე პირობები გვაქვს რაც შვეიცარიას, იგივე პირობები ჩვენ შეგვიძლია შევქონათ თუნდაც იგივე საცავები და გავხდეთ მიმზიდველი ჩვენი მეზობელი ასე ვთქვათ ახლო აღმოსავლეთისთვის რომ მოიტანონ თავიანთი ფული და შეინახონ საქართველოში. ამის 200 მილიარდის მინიმუმ ის არის რა ქვია თავისუფალი ასე ვთქვათ საშუალება რომ მოიზიდო. და ეს ამუშაოს შენი ქვეყნის სასარგებლოდ, როგორც ეს შვეიცარიამ გააკეთა. მან შექმნა ეს პირობა. რაც შეიტანეს და ნაცისტურმა გერმანიამაც კი ნაცისტურ გერმანიასაც კი არ გაუვლია თავში რომ შვეიცარიაში შესულიყვნენ. კი ბატონო. იმიტომ რომ იცოდნენ რასაც დაიჭერდნენ. ბოლო ის მინდა რომ აღნიშნო რომ ახლა პროპაგანდა რაც მუშაობდა საქართველოში, ამგენმა რაც გააკეთეს, ერთი ახლა არაბებიდან წამოიღეს ფული და დაახლოებით რანაირ რაღაცა იყო, იცი? ამერიკელები დებდნენ საქართველოში ფულს, ესენი ყვიროდნენ ნარატივჩიკები, ამერიკა შენ რამეს ტყუილა უფასოდ გაიკეთებს? მერე ევროპა დებდა ფულს, ევროპა შენ რამეს ტყუილა უფასოდ გაიკეთებს? ახლა არაბებიდან რო წამოიღეთ ფული, მინდა გკითხოთ, არაბები რამეს თქვენ უფასოდ გაიკეთებს? ეს დაახლოებით რანაირ რაღაცა, იცი? მურმანყუს რო ჩაედო საქართველოში ინვესტიცია. ბოდიში არაბებისთვის, მაგრამ აი დაახლოებით ესეთი რამე არასოდეს ხდება, რატო ჩადებს ადამიანი ფულს? მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი ადამიანი, არაბი იქნება ამერიკელი თუ იმან სარგებელი არ ნახა, მაგრამ აქ ლაპარაკია ის არ არის, რომ იმაში კი არ არის, რომ იმან არ უნდა ნახოს სარგებელი. ახლა ჩვენი სარგებელი რა არის მაგ შემთხვევაში? ჩვენ რას შევიღებთ? ამაზე პასუხს არავინ არ სცემს. და არა აქვს პასუხი, იმიტომ რომ ტვინი არ აქვს მაგდენი ლაპარაკონ. ახლა ტრამპს დასცინიან და იმას ეუბნებიან ის არის ის, ეს არის ის, ესაც თქვა, ტრამპის მიათედიც არ არიან ჩვენთან საქართველოში. ბატონო
ამ იდიოტებს მინდა ესეთი რაღაცა უთხრა. აი სხვათა შორის ეს არა ქვია ზელენსკის მიმართებაში დიქტატორიაო და ნუ თქვა ისეთი რაღაცები, რაც მისი პატრონები გაანაწყენა აქეთ-იქეთ და ამას მოყვა საქართველოს დიდი უნება და ღელვა და აქედან მინდა იმ ძალიან აღელვებულ თინა პულიმიოტიშიცას და ბევრი ვინც არიან რა. სურამე არ მოგწონთ ჯიგრებო, ხო, საქართველოში ხო იცით ამერიკის საელჩო სად არის? აბა გაბედეთ მისვლა იქ და თქვენი პოზიციების გამოხატვა. ხო მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება საქართველოს დემოკრატიას თესავთ. დემოკრატიული იქნება ეს აზრი, მიხვიდეთ ამერიკის საელჩოსთან და თუ რამე არ მოგწონთ, უთხრათ, მაგრამ მაგას ვერასოდეს ვერ გააკეთებთ. რატო იცი? არასოდეს თქვენაირი ადამიანები სული დემოკრატები არ არიან და იმ ტრამპს რაც შეეხება, ხო? მაგიდაზე უდევს როგორც პრეზიდენტს სრული ანგარიში. ვინაა, ვინ მისი პატრონია, ვინ მისი ფულისად ჩადო, როგორ ჩადო, რანაირად ჩადო და რამე განცხადებას რო აკეთებს, ისეთ განცხადებას არ აკეთებს, რომ იმ ტოტზე იყოს და ისხე მოჭრას. თუ ვინ მას ამოიღებს, ისეთ პასუხს მიუბრუნებს დოკუმენტალურად იმას, მისი ამოღების სურვილი არ იქნება მე. რა თქმა უნდა, ახლა პრობლემა კიდევ აქ მეორე მხარე ის არის, რაც ამერიკამ დაუშვა საქართველოში. ის არის, რომ მათ გამოზარდეს ადამიანები კომკავშირელები საქართველოში. უარესი. თანამედროვე კომკავშირელები, რომელიც, ნუ რაღაც იდეები აწუხებთ, რაღაცა ისა, ციგნად ცუდიც არ არის, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, ეკონომიკა როგორ მაშინ. იდეებით ეკონომიკა არ ვითარდება. ეკონომიკას უნდა ცოდნა, პრაგმატული გათვლა და ფინანსები. ეს საიდან უნდა გავაკეთდეს? აი, მაგი არავის არ უსწავლია. მაგიტომ მოვაცავართ მაგ დღეში. ხო და ჩვენ სანამ არ ვისწავლით ჩვენი ეკონომიკის მართვას, ჩვენი ფინანსების მართვას, ეს თანამედროვე კომუნისტები და კომუნისტები კი არა, კომკავშირელები უბრალოდ კომუნისტებამდე ჯერ ვერ გაიზარდნენ. ეს თანამედროვე კომუნისტები ვერ შექმნიან იმ გარემოს, რომ საქართველო განვითარდეს სწორად. ელემენტარულად ახლა ეს იყო ოცნების მთავრობა იყო, მე რო დაუწერე წერილი, რომ რატო არ შეიძლება საზღვაო გადაზიდვებით დაკავდეს ქართული კომპანიები, ქართული ეკიპაჟებით. მინიმუმ 30% ტვირთი რომ გაიტანოს ქართულმა კომპანიამ, ქართულმა ეკიპაჟმა, ქართული დროშის ატარებელ გემმა. და პასუხი მივიღე რა ოფიციალურად ამაკ მე გადმოგიგზავნით თუ რა ჭირო არის. რომ საქართველოს თავისუფალი ქვეყანაა და ყველა შეუძლია აკეთოს ბიზნესი. ხო და კი ბატონო, აი ყველა შეუძლია აკეთოს და ქართველ ადამიანმა რა ქნას, რომელმაც უნდა დაიწყოს ბიზნესი, ხო? აქ როგორ არის? აქ ამერიკაში მაგას აქვია catch-22, ანუ რას ნიშნავს? სამუშაოს ვერ იწყებ, რომ გამოცდილება არ აქვს და გამოცდილებას ვერ იღებ, რომ სამუშაო არ აქვს. და საქართველოს იგივე მომენტშია, ჩვენ ვერ ვდიდრებით, იმიტომ რომ დაწყება გვინდა და ვერ ვიწყებთ, იმიტომ რომ არა გვაქვს ფული. და საიდან დავიწყოთ? არ დატოვოთ თქვენი სიტყვა, ძალიან მაგარი რაღაცა კი უთქვიათ რა და თქვენც სწორი ფორმულირება მიეცით, მაგრამ სამაგეროდ ჩინეთთან არიან დაკავებული ბიზნესით, ბრჭყალებში სამწუხაროდ უნდა აღნიშნო რა. მომაწოდეს ახალი მასალები შოკირებული დავრჩი ჩინეთიდან უკანონო ემიგრაციის შედეგად ჩამოყავთ ქალები, დაახლოებით 200 ქალია ჩამოყვანილი საქართველოში და გახსნილი აქვს საპატრიარქოელი ვიღაცა მღვდელი ყანდური მალხას შაიშმელაშვილის სასახლეში უკანონო სუროგაციის ცენტრი. და დაკავებულები არიან ამ ბიზნესით. აი რა მოიტანა, თურმე რა ყოფილა რა, მოტივი ჩინეთთან ურთიერთობების. თქვენ გესმით რაშია საქმე, ეს როგორი ფაქტებია, იცი? აი ბავშვები ამ უკანონო არალეგალური სამედიცინო ჩარევების შემდეგ გარდაიცვლებიან, ნაყოფები გარდაცვლილები იბადება და ამ სასახლის ეზოში მარხავენ ბავშვებს. მართლები ყოფილან, მაგრამ საქართველოს თავისუფალი ქვეყანაა და ყველა შეუძლია აკეთოს ბიზნესი. გესმით რაშია საქმე? შოკირებული ვრჩები, აი, ოღონ მართლა გეუბნებით, ესეთი რაღაცეები არ არის სახუმარო საქმეები რა. საქართველოში, ბატონ დავით, აი მე გეტყვით ახლა საქართველოში უნდა იყოს ელემენტარულად დაცული შრომითი უფლებები საქართველოს მოქალაქის. კი ბატონო, ვაკეთონ ბიზნესი, კი ვინ ამბობს უარს, მაგრამ იქ უნდა დაკავებული იყოს საქართველოს მოქალაქე იმ ბიზნესში. და დამიმტკიცოს, რომ ის იმ სპეციალისტს ვერ პოულობს რაღაცა მექანიკოსი იქნება, მშენებელი იქნება. არა ბატონო გუჩა, მაგამდე ძალიან დიდი სიმაღლეა შრომით. ხო და ეს აბა გახსენით სხვა ქვეყანაში თუნდაც იგივე რა ვიცი მე ახლა მეგობარი მყავს საბერძნეთში აქ ბიზნესი და ძლივს დაარწმუნა ის რომ ერთი ქართველი მენეჯერი ჩაეყვანა იქ, იმიტომ რომ სჭირდებოდა რაღაც საქმეში და იქ ვერ პოულობდა. იმადა ქართულიან აიცოდა. მოკლედ
ძალიან რთულია. იგივე უნდა შეიქმნას საქართველოში. გინდა ბიზნესი, კი ბატონო, გახსენი. გინდა ისა რა ქვია, დაასაქმე ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე დასაქმებული. აი მაგალითად საჩხერეში გახსნა რაღაც კომპანია, თქვა სიტყვაზე. საჩხერელი ვერ მოიძებნა, რომ იქ იმუშაოს ჩინეთიდან და ამერიკიდან და იქიდან რუსეთიდან ვარ ჩამოიყვანოს ან თურქეთიდან. მაგიტომაც ეს სახელმწიფოს ვალია ეს გააკეთოს, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს ის დაკავებული და შესაბამისი ანაზღაურებითაც, ანუ საათობრივად უნდა იქონდეს ის მინიმუმი ანაზღაურება, რომელიც დაწესებული უნდა იყოს საქართველოში და საბოლოო ჯამში არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, რაც ევროპაშია. იმიტომ რომ უგონდა საქართველოში აი ილაპარაკე ტრამპზე, ილაპარაკე ზელენსკის რა უთხრა, მე ევროპაში ვიღაცამ რა უთხრა ტრამპს, ყველაფერზე ილაპარაკე, ხსნილია. ოღონდ ნუ ილაპარაკებს შრომის უფლებებზე, ოღონდ ნუ ილაპარაკებს არსებულ მინიმუმზე, ოღონდ ნუ ილაპარაკებს ყოველდღიურ ინდექსზე, გარდაცვალების, შობადობის. ესეთი რაღაცეები ქვეყანაში არის ტაბუირებული რა. ოღონდ მართლა ტაბუირებულია და არალეგალური შავი ბიზნესი, ნარკოტიკის, სუროგაციის, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის, ესეთი რაღაცეები ხდება განაყოფიერებული და მოდის ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე ტოტალისტური ქვეყანაა თავისი ცნობიერებითი აზრით, იმიტომ რომ მონოპოლიზირებულია აბსოლუტურად პოლიტიკური სამყარო, ეკონომიკაში მხოლოდ და მხოლოდ მოქმედებენ ისინი, ფინანსურ წყაროებს გულისხმობ, ვინც არის კოლაბორაციაში დღევანდელ ხელისუფლებასთან, სხვას უბრალოდ არ გაახარებენ, იქ წარმოუდგენელია, არანაირი ბიზნესის კეთება არ შეიძლება თუ ეს არ აწყობს ქართულ ოცნებას და თუ შენ მაგალითად უცხოელი ბიზნესმენი ხარ და მოდიხარ ანტაგონისტურ იდეებში მათ ბიზნესთან, მათ შემოსავლის წყაროთან, უბრალოდ გაგანადგურებენ, ესეც უნდა ითქვას. დანარჩენი არის უბრალოდ აი როგორ გითხრათ, იცით? საფოსტო ნომერი გვაქვს რა, როგორც ქვეყანას და როგორც სახელმწიფოს და ვართ ტერიტორია რა. არანაირი შიგთავსი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი არ არის. ახლა რატო აკეთებენ მაგას, ბატონო დავით, გეტყვი? მაგას იმიტომ აკეთებენ და მაგას იმიტომ არ ავითარებს ეს ხელისუფლებაც, იმიტომ რომ ჯერ ერთი მაგათ ტვინი არ ყოფნის მაგდენი. ეგ გააკეთონ. მეორე მიზანმემართულება იმიტომაც ხედავთ ეგ არ გააკეთონ, რომ ამ ბანკის პატრონება და მიკროსაფინანსოს და იმების პატრონება, რომელიც დაკავშირებული არის ელიტასთან, ეგრეთ წოდებულ ელიტასთან, მათ ფულის წყარო შემოდინება არ შეუძლეთ ემიგრაციისგან. ემიგრანტმა უნდა აგზავნოს ფული, ისინი უნდა დიზდებოდნენ და ეხლა ის ემიგრანტი თუ დაბრუნდა და აქ ეხლა მე მომთხოვა რა, ისა, მე რაში მაწყობს. აი, აქედან მიდის. ის კაცი რომ რაღაც ხელფასი იღებს რაღაცა, იმას დამოუკიდებელი აზრიც აქვს, რაღაცა თავისი უნდა და ამ დროს მე ბანკირი ვარ, ბანკის ფლობელი ვარ, კაზინოს ფლობელი ვარ და ეხლა ფული როგორ ვაკეთო მე? ის თუ აქ მომივიდა და აქ დამიწყო თავისი, ასე ვთქვათ, უფლებების მოთხოვნა, ასე დაკმაყოფილება. მე მაშინ ფული როგორ უნდა გავაკეთო? ზუსტად. ანუ, მაგრამ იმას არ ფიქრობენ, რომ რამდენი წლის არის იგივე ივანიშვილი, ბატონო დავით. 1-10 წელიწადი კიდე ღმერთმა კარგად აფოფოს კიდე, მაგრამ უნდა წავიდეს, პაპა ჩემ მოსესთან ხო არ წაიღებს თელ ფულს, ხო? იქით ხარეზე. ვერავინ ვერ წაიღებს ვერაფერს და ხალხს ხო უნდა იზრუნონ. იმიტომ თქვენ აიღეთ 1800 წელს რამდენი მილიონერი იყო თბილისში. მათი ქონება ვინმე შერჩა საერთოდ. მაგას არ ფიქრობენ, რომ ეპოქას მიაქ ეს ყველაფერი წარმავალია და არავის არაფერი არ დარჩება მუდმივად. და თუ დაუტოვებ მოსახლეობას, თუ დაუტოვებ სახელი მაინც შეხრჩება კარგი, ხო? მაგდენს არ ფიქრობენ. მაგრამ ფეხებზე კიდიათ საქართველოს და საქართველოს მონური შრომით შესული ფულით ცხოვრობენ და არსებობენ და გეუბნებიან შენ, რომ მე უნდა ამირჩიო თუ არა და ომი იქნება. აი ეს არის მათი პოლიტიკა, მოკლედ, ბატონო დავით. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს აქვს როგორც თავისი დასაწყისი, ისე თავისი დასასრული და ეს დასასრული დადგეს იმაზე შეიძლება ადრე ვიდრე თავად წარმოუდგენიათ. მაგრამ ამავდროულად არ არის უცხო ამბავი ქართველმა ერმა ეს უნდა იცოდეს, რომ ვინც ბევრი ფული იშოვა უკანონოდ, ისინი მას ამ ფულს ისე უყურებენ, როგორც პოეტები თავის შემოქმედებას. ისე ეფერებიან, როგორც მშობლები საკუთარ შვილებს ამ ფულს. და ზოგადად მათ ამ ფულზე მეტი ძვირფასი ქვეყანაზე არავინ არ აღავს და არც არავინ არ მათზე უკეთესად მიაჩნია.
როგორც წესი ხალხისთვის ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან რთულია. ესეც სოკრატეს სიტყვები, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს დიდი გამოცდილება არის ანტიკური. ხო და არაფერი არ შეცვლილა ანტიკური პერიოდიდან. ადამიანი არის ცვლება მოწმე. არიცვლებიან. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური ფორმულა და მოვლენა და ივანიშვილიც ახლა წარმოადგენს ერთ-ერთი ესეთი თანაც ისეთ ადგილზე უდგას თავისი სასახლე, ადრე აღამ ახმად ხანს რო ტახტიედო, იქ თბილისი რო იყო დაპყრობილი. ხო და არის რაღაცა სიმბოლური ფესვები მის ცხოვრებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ტრაგიკული პიროვნება, ტრაგიკული მოვლენაა და ამას მისი ბოლო გვიჩვენებს დამიჯერეთ რა, დამთავრებული ეგვიპტის პირამიდები ვინც ააშენა, იმათი ყოფა დამთავრდა ბოლოს და ბოლოს ივანიშვილი კი არა. უბრალოდ სანახავი იქნება ერისთვის საინტერესოდ თუ რა მოუვა მთელ ამ ჯაბახანას, როდესაც ფარაონის გარეშე დარჩებიან. და დარჩებიან ისინი აუცილებლად ამ ფარაონის გარეშე. ეს მოხდება აუცილებლად კი. უბრალოდ მე ვისი მეშინია, იცით ბატონო გოჩა, როდესაც ისინი ადრე თუ გვიან დარჩებიან ფარაონის გარეშე, აი მერე რა იშველება ჩვენ ქვეყანას და მერე საწაიყო. მაგაზე უნდა ფიქრობდნენ დღესვე, იმიტომ რომ ქვეყანა მაშინ არის ძლიერი, ბატონო დაიც, როცა საზოგადოება არის ძლიერი. და საზოგადოება მაშინ არის ძლიერი, როცა არის დემოკრატიული მართლობა, როცა არის ძლიერი ეკონომიკა, როცა ძლიერი ფინანსური სისტემა არის. და ამ შემთხვევაში შენ მართლს არ გეშინია, რომ გახვალ პენსიაზე, ან გადახვალ იმაში ოპოზიციაში, ან უბრალოდ გახვალ სამოქალაქო ცხოვრებას, კერძო ცხოვრებას გააგრძელებ, არ გეშინია, რომ რამე დაგაკლდება და პირიქით შეიძლება უფრო მე შეგემატოს მერის. აი, მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ეს საზოგადოება, რომელსაც ქმნის ახლა ოცნება და ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, de facto ეს არის ისა, რა ქვია, ბანაკებად დაშლა. შენი იმისიანი ხარ, მე ამისიანი ვარ, ასე. იგინი და აგენი, ასე თქვა. იგინი და აგენი და ხო და ამ დონეზე მართავენ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ერთი რო წავა, მეორე საკუჩი და კომბალით დაუწყებს დევნას. მერე ის წავა, მერე ის მოვა და ესე გაგრძელება ჯაჭვური რეაქციით უსასრულობამდე, სანამ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება თუ ფეხზე დგას და ძლიერი არის. ამას არასოდეს არ დაუშვებს. ეხლა თქვენ გონიათ, რომ ეხლა თქვათ, თუნდაც ასეთი მართლობა, ივანიშვილი 100 წელი ვერ გახდებოდა პრემიერ-მინისტრი, საზოგადოება რო ძლიერი იყო საქართველოში. ან სააკაშვილიც. ვინ მიუშვებდა? ანა თუნდაც ავიღოთ, აგერ ჩვენ მეზობელ რუსეთს შევხედოთ. ვინ იყო პუტინი კავშირთა კავშირის დროს? შემოდენებს ათრევდა საბჭაკისას, ხო? აი ეს იყო მისი დონე. და ეგეთი დონე არის დღეს საქართველოშიც. გუშინ იმასე ფარსოვში კი და ისე იყო, რა ქვია, გადამყიდველი ზუაჩკების დღეს ის არის, რა ქვია, ქვეყნის მართველი. ეს არის უარყოფითი სელექცია, ხო? უარყოფითი სელექციის მომენტი. საზოგადოების საუკეთესო შვილები არის გარიყული საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, საუკეთესო განათლებული ადამიანს არ ყოფნის ის იმდენი ისა სითავხედე, რომ ესე მოიქცეს, როგორც ახლა იქცევა ჩვენის პოლიტიკური სპექტრი. ბატონო გოჩა, სანამდე დავასრულებდით საუბარს, ძალიან ბევრი გამომწერია ჩემი, იქიდან დარწმუნებული ვარ, უშიშროების სამინისტროდან არიან კიდე ბევრი აქ რო აცკაპუნებენ ნარატივს და რა უძახიო კაცო, ამ კაცო ქართველიო, სადაური ქართველიაო, ეტრიაკოვი არისო და ძალიან გთხოვთ ერთი ამ ბრიყვებს, უთხარით თქვენი წარმოშვების შესახებ რა რანაირად. რეალურად ეს გვარი შეცვლილი შემიცვალეს შემამშობლებმა, მე კიდევ 4 წელს ვიყავი მაშინ. არ ვიცი 74 თუ 75 წელს. მოხდა ისე და მამინაცვლის გვარზე გადამეყვანეს. თქვენი გვარი და მე თერი ცხოვრება ესე იყო და მე ახლა რა უნდა შევცვალო ახლა დაწყებული ატესტატი, დიპლომი, ყველაფერი და სინამდვილეში ჩემი გვარი არის, მე სუფთა, ასე ვთქვათ, ფშავ-ხევსურეთის წარმომადგენელი ვარ და არავის არაფერი შეეშალოს. აი, თქვენ აბიტრებს ის ვინც მე მოქალაქეობა წამართავ და მტრებისიაში ჩამწერა, ეს მხოლოდ მანქურთების გაკეთებული არის და იმ თავის მთავარ მანქურთი ვინც არის, ჯერ არ ამცალია, მაგრამ როცა მოვიცლი, მაგათ თავებს დავაჭრი არაგზე. აი მაგას შეუსრულებს უყველას. რუსებს აქვთ ესეთი გამოთქმა, ტოლკა ხრაბრიცი ბაკარიაუდ მარია. აბა რა თქმა უნდა, ეგ
ეხლა ვინც არიან აი ეს დარჩენილები ეს აი ბოდიში და პოლიტიკური ნაბიჯვრები პირდაპირ ამ სიტყვას დავიხმარ მე მაგაც არის ეს არის დონე რაღაც ჭეკლასის და მეცოდება უბრალოდ საქართველოა ცოდო ბატონო დავით საქართველოა ჩვენ თავი მეცოდება ჩემი თავის რა მინდა მე აქ ან თქვენ იქ ჩვენი ადგილია საქართველოში ჩვენ უნდა ვიზრდებოდით ვირჩევოდით პრომობდეთ საქართველოში ვაკეთებდეთ რაღაცა საქართველოსთვის და რაღაცა აუცილებელი არა თანამდებობაზე იყო უბრალოდ იყო შენ სოფელში რაღაც ფერმერობა რაღაცა კომპანია კონდეს რაღაცა კონდეს შენ და სადმე ახლა то გაითიშა გესმით ბატონო გუჯა ჩემი სამწუხაროდ გაითიშა აუწყებლობა არ მოეწონათ ეთყობა უშიშროების სამინისტროდან არ მათ ნარატივს უპასუხე ბატონო გუჯა გესმით ჩემი არ არის პრობლემა თუ არ გესმით ჩემი ხო აი რაშია საქმე რა ეს კაცი იყო საქართველოს საზღვაო ძალების სარდალი ამსახურები აქ ატომურ წყალქვეშა სამხედრო გემზე არის მისი ქვეყნის ტექნიკური რაღაცა არ ვიცი მე მეც კარგად მესმოდა თქვენ ყველამ ხო პამეხებს უშვებენ ეთყობა ჩვენი მეგობარი უწყებიდან იქიდან ხო და არ ვიცი ახლა როგორ აი მე იმას დავამთავრე უნდა იცვა ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოში ჩვენ უნდა ზრუნავდეთ საქართველოსთვის რამე რომ მოხდება იარაღი ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენი სახლი ჩვენი მამული ჩვენი დასაცავი არის ვინ მნიშვნელობა არ აქვს ტრამპი პუტინს ასე თქვის და პუტინი სი ძინპინთან როგორ ჩაეხუტება და ასე ეს არის სოფლიობისა და ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და პატარა ერი და ამაში ჩვენ უნდა ვერა ბატონო გუჩა სუბელიანი ნერვიულობს ნუ არა უშალკაც ყოველს თავისი მისა აქვს რა ქვია ნუ დაგავიწყდება ბატონო დავით რომ ასევე ქართველი ადამიანი ბუნებით ჩვენ ვართ გლობალისტები ჩვენ ვართ კაბალა ჩვენი დაწერილი არის ჩვენი ისტორია კარგად ნავისვენებთ ჩვენ უნდა სწორად გამოვიყენოთ ეს ტენდენციები და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ გინდა ამერიკა, გინდა რუსეთი და გინდა ანტარქტიდა, რა ვიცი, რაც გვინდა. ჩვენ ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ამას კიდე ცოდნა უნდა, ამას უნდა სწორი გათვლები, ამას უნდა სპეციალისტები, ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. მე თქვა ზღვასთან რაღაც ამაქსება, სხვა საქმეში მე ზღვის არასოდეს არ ჩავხვალ. ყველას ეს შეგნება უნდა გქონდეს. არ შეიძლება ყველაფრისტი იყო. ჩვენ ქვეყანას უნდა მივხედოთ და ეს არაკაცები რომლებიც ხედან იქა და რაღაცას წარმოადგენენ ვითომ მაგრები და ვითომ მე უნდა ვაწარებდე რუსულ გვარს და ეგენი ქართულ გვარს ბატონო დავით აი ყველაფერი დროებითია ბატონო ბოჩა მაგენი კარგად იყვნენ და მე მივცემ ჩემ გვარს მაგენს პრობლემა ნუ როგორც უნდა იყოს მაგათ მარტო გვარებიათ ქართული დანარჩენი სული ყველაფერი ფულზეა გაყიდული ყველაფერი ოდიში თქვენთან არასოდეს არ დამოვიწყდება ერთი ბიჭი იყო სისხლით და ხოცით ქართველი კაცო გარდაიცვალა შემდეგ ჩამოასვენეს რუსეთიდან და საქართველოში დაკრძალეს რა და ისე იყო რომ არ ქონდა საქართველოს მოქალაქეობა რა და უნდა და ამათი ჩმური დედავატირე ხელი ვერ მოუწერა ვერავენ რომ აი რომ გამხდარიყო საქართველოს მოქალაქეობა მოუწერე ხელი რატო არ მოუწერდი კაცო ქართული გვარის ქართული სულის ქართული გულის კაცი იყო და მირეკავს უშიშროების სამინისტროდან ვიღაცა ვირთხა რა ხო და მეუნება შენ მოუწერეო ხელიო აი როგორ იცი ახლა ბიჭო არ უთქვია მაგრამ აი როგორ იცი გონორს ხო აი ტონს ხო ატყობ რა რომ თელი ცხოვრება და იქ კონდა იმ ბიჭთა ცხოვრები იმიტომ რომ მშობლები იქეთ იყვნენ გადასული და სული გული ქართული კონდა ქართულად ლაპარაკობდა მართლმადიდებელი კაცი აქ სოფელი კონდა ხო და ხო მე მეუწერე მე უთხარი ხარ მერეო იცნობო შენო მაგას აბა მე უთხარ თუ არ ვიცნობ შენ მითხარი ცუდი რა გააკეთა ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში არაო იცი რაო ხო რა მე უთხარი ვერაფერს ვერ მეუბნება გესმით და შენი სახელი მითხარი მე უთხარი ერთი გენაცვალე არაო მაგასო რა მნიშვნელობა საიდან მირეკავ უთხარი უშიშროების სამინისტროდან გირეკავდა მომისმინე შედედა მოტყნოლო მე უთხარი ამდენ ირანელს და თურქს რომ მიეცი საქართველოს მოქალაქეობა მაშინ არ ქონდა ამხელა ემოცია მე უთხარი და ქართულ კაცს თუ იმაზე მოუწერე ხელი საქართველოს მოქალაქეობა მოქალაქე რო იყოს ამაზე გაქვს ემოცია მეთქი და ეგრევე დამიდო ყურმილი რა ბიჭო თუ ქვეყნის მტერია მოღალატია უბედურია რავა წავიდა და რუსეთში ჩააგდებდნენ სამარეში და ჩალპებოდა ხო იქ მკვდარმაც კი საქართველოში მოინდომა ყოფა იმის საფლავს ვენაცვალე ის ერთი მკვდარი მირჩევნია ამდენ 1000 ცოცხალს ბატონო გოჩა და რაზე მწყდება იცი გული ჩვენ გვაკლია
ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს მიუგებიან როგორც სახელმწიფოს და არა მეწველ ძროხას. ახლა გეტყვი რა უნდა. ეს ძალიან ელემენტარულად გვარდება. საქართველოში ჯარში სამსახური უნდა იყოს ვალდებულება ყველა ქართველი მამაკაცის და შეიძლება მანდილოსნის ვისაც თუ უნდათ. და არ უნდა მსახურობდეს არც პოლიციაში, არც უშიშროებაში, არც სხვა ნებისმიერ თანამდებობაზე სახელმწიფო უწყებაში ადამიანი, რომელსაც ჯარი არ აქვს გავლილი და არ დაუმტკიცებია თავისი, ასე ვთქვათ, პატრიოტი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება ქვეყნის წინაშე. ვალდებულება თუ არა აქვს მოხსნილი მას სამხედრო, იმას რა უნდა ანიშნულებაში ან იმაში. მას ესე იგი, მას ეთაკილება სახელმწიფო თავდაცვაში მონაწილეობა მიიღოს როგორც ჯარისკაცმა, მან იმას როგორ უნდა გააკეთოს სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორ უნდა მიიღოს ქვეყნისთვის. და აქედან ჯარი უნდა იყოს აღრძელობითი მომავალი მოქალაქის, ასე ვთქვათ, რეზერვის გაზდის ადგილი, ასე ვთქვათ. იქ უნდა მიდიოდეს ინდოქტრინიზაცია, ასე ვთქვათ, ადამიანი, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ბიჭი რომ მივა, იქიდან უნდა გამოვიდეს სრულყოფილი, სამოყალიბებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც უყვარს სამშობლო და დამტკიცებული აქვს თავისი სამსახურით, მან იცის იარაღთან ურთიერთობა და მას შეიძლება მიეცეს იარაღის დარების უფლებაც. აი ესე უნდა აღიზარდოს მთელი ქვეყანა. მე ეგეთ კითხვას მე აღარ დაშავენ, ბატონო. საკუთარ ლოგინს არასაწოლს არასწორებენ. დარწმუნებული ვარ და ისე ხვდებიან უშიშროებაში და ნასკს დედამისაძლევენ საკუთარს გასარეცხად და ასეთი ხარ მაპატიეთ ეხა მაყურებელთანაც ბოდიშ ვიხდი რა, მაგრამ დამიჯერეთ რა, ეს კატეგორია რა, ვისაც მე ვიცნობ, ვინც დღეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, იმდენად რადიკალურად განსხვავებულია ჯერ ადამიანურ მოვლენებთან და ადამიანურ შეგრძნებებთან, არათუ სახელმწიფოზე ზრუნვაზე და მის უსაფრთხოებაზე, როგორც სადაც დედამიწა. მე ვისურვებდი ყველაფერ კარგს. ბატონო გოჩა, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს გამოყავით, რომ ჩვენთან გესაუბრათ, ყოფილიყავით ჩვენი სტუმარი. აი ეს დიდი პატივია ჩვენთვის და აუცილებლად ეს ჩვენი ვალიცაა გარკვეულწილად მოვიხადოთ საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ საზოგადოების გამოფხიზლება უნდა გააკეთოს იმან, ვისაც აქვს ელემენტარული გამოცდილება და შეხედულება. ერთია პრეტენზია და ამბიცია გქონდეს რაღაცის, თან არ გქონდეს რაღაცის, მაგრამ ერთია ვალდებულება ილაპარაკო ის, რაც შენ იცი და რასაც ვერსად ვერ ისმენ ელემენტარული რა. მე გისურვებთ წარმატებებს, მოგცემთ ბოლო ამ ეთერში ბოლო სიტყვას, ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენს გადაცემებს ბევრის გულის გასახეთქად, მინდა ვთქვა ესეთი რაღაცა და მოგცემთ დროს რომ დაემშვიდობოთ ჩემ გამომწერებს. კი, ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო, დიდი მადლობა ბატონ დავით. თემბერს საუბრობთ ხოლმე, ვფიქრობ საქართველოზე, მაგრამ ბოლო ჯამში ბევრი ადამიანი მაინც ნიჰილისტურად არის განწყობილი. და განწყობის თეორიიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სიკეთეზე. და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მომავალში, თუ ქვეყნის გარეთ ვართ. თუ ქვეყნის შიგნით ვართ, მით უმეტეს უნდა ვიფიქროთ, ვის ვაძლევთ უფლებას მართოს ქვეყანა. ვინ დგას იქა? ვინ არის ის ადამიანები? რა დამსახურება აქვთ მათ ქვეყნის წინაშე? საკუთარი ხალხის წინაშე, საკუთარი სოფლის წინაშე, საკუთარი ქალაქის წინაშე. ის ადამიანი, რომ მინისტრი არის, იმას რა დამსახურება აქვს, მიღებული, გაკეთებული რა აქვს. გარდა იმისა, რომ ბატონ ივანიშვილს ტრაქსულ მოკავდა დღე-დაღამე ბანკში. ხო? აი ესკიდან უნდა დაუსვა კითხვა. და როდესაც წარადგენენ ამ იმეებს, რა ქვია, იდიოტებს მართლობაში, იმათ კითხვა უნდა დაუსვათ, ამათ რა უნდა აქ. რა უნდა იმას თავდაცვის მინისტრად, რომელსაც ჯარში არ მომსახურია. ერთი დღე არ აგატა, იმა რა თავდაცვის პოლიტიკა უნდა გააკეთა. რა არის სამხედრო პოლიტიკა საერთოდ? რა არის ელემენტარულად გარემოს დაცვაზე როგორ ზრუნავს, რა გამსახურება აქვს იმ ადამიანს, რა განათლება აქვს, რა წარსული აქვს. კითხები ხო უნდა დაუსვათ ამ ხალხს. რადგანაც ყველა უნდა ასე ვთქვათ, გამოიფხიყოს ყურები, გონება, ტელევიზორი გადააგდოს იქიდან, ასე ვთქვათ, ცოტა ხნით და შეხედოს პრაგმატულად, რატომ არის ჩემი მაცივარი სარიელი. აი ამ კითხვას დაუსვას პირველ რიგში და იმიტომ არის, რომ სამუშაო არ აქვს. რატო არ აქვს სამუშაო? აი მიხკევით ლოგიკას და მიხვალთ იქამდე, რომ იმიტომ არ არის სამუშაო, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი დაკავებულია ჩვენი ძარცვით, მოსახლეობის ძარცვით.
პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. გინდა პარლამენტით, გინდა ხელისუფლება. მადლობთ ბატონო გოჩა თქვენი სიტყვისთვის მე დაგემშვიდობებით დღეს გისურვებთ ყველას წარმატებას კარგ დღეს ვინც მოგვიანებით ნახავს ამ ვიდეო ბლოგს თხოვ რომ გააზიაროს ეს ვიდეო ლაივი და გამოიწეროს ჩვენი არხი კარგად მადლობა. მადლობა.